თავისუფლება სწორედ იმისათვის გვჭირდება, რომ ჩვენი თავი დავინახოთ, რომ ვინ ვართ ჩვენ, თავისუფლებაში ხედავ შენ თავს. აი ვინ ხარ შენ? თავისუფალი ადამიანი პრეტენზიული ადამიანია. უნდა გადარჩეს საქართველო, რომ გადარჩეთ. ეს ლაშა ბუღაძეა, მწერალი და დრამატურგი. და ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეებზე 26 მაისის ფონზე. დამოუკიდებლობის იდეის მიმართ არის წარმოუდგენელი აუტანლობა. და ამიტომ რასაც გართმევენ და გლეჯენ და შეურაცხყოფენ იმის დაცვა გინდა. ბუნებრივია. უფრო და უფრო. არ ხარ თავისუფალი და პრინციპში შეიძლება არც ხარ ცოცხალი. თუ თავისუფალი აღარ არის მოქალაქეებში რაღა არის საერთოდ. დაბეჭავებულია, დაჰიპნოზებულია, დამონებულია, არარაციონალურია და ხალხი იქცევა ოხლოსად. ბრბოთ. სვამთ კითხვებს, როგორ იცვლებოდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეები. ილია ჭავჭავაძეს არ უცხოვრია დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოში. ილია დაიბადა და მოკლეს რუსეთის გუბერნია ტფილისში. ჩვენ გვაქვს თავისუფლების გამოცდილება პრაქტიკული. თითქმის 40 წლიანი. ჩვენ ვიცხოვრეთ უკვე დამოუკიდებელ ქვეყანაში. და გავიარეთ თავისუფლების ის ეტაპები, რომელიც გულისხმობს არა სამშობლოს მიმართ, ზოგად და აბსტრაქტულ მიმართებას, არამედ ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს ხალხი ვართ. და ეს ამიშლოვანი გამოცდილებაა. რა არის ის, რასაც ახლა ვუყურებთ ჩვენ? თვისობრივად ახალი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის თუ თავისუფლების კარგვის შეუქცევადი პროცესი? თუკი ჩვენ ქართული ოცნების შინაარსზე და მათი პერსპექტივიდან შევხედავთ 26 მაისს, ეს ერთი სიტყვა არის ფარისევლობა. გვახსოვს კიდეც ხო, ახლა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი კობახიძე ერთ-ერთ 26 მაისს, როდესაც რაღაცა მორიგი სხვა თანამდებობა ჰქონდა მარიონეტების თეატრში, როგორ ნებივრობდა აუზე, რომ არანაირი ბმულობა, არც ემოციური, არც ღირებულებითი და მით უმეტეს სახელმწიფოებრივი მათ არ აქვთ. ვეხებით საქართველოს, როგორც ქრისტიანული სახელმწიფოს იდეასაც, რომელიც წელს პირველად გამოჩნდა ოფიციალურ რიტორიკაში 26 მაისისთვის შექმნილ პოსტერებსა და ბილბორდებზე. არა მომავალზე აქცენტირება, არამედ წარსულზე. შესაბამისად, როდესაც ამ ბილბორდებს უყურებთ, ჩვენ უნდა დავინახოთ ის, რომ სინამდვილეში 1700-წლოვანი ეკლესიის, ქრისტიანობის ტრადიციის უმთავრესი მემკვიდრეები არიან ივანიშვილი, პაპუაშვილი, კობახიძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნაკლებად ვინმე სხვა. როგორც პუტინი ამ შემთხვევაში კაპიტალიზებას ახდენს, სწორედ 1945 წლის 9 მაისი რატო ხომ, რომ ის არის მემკვიდრე ყველა რუსული გამარჯვების და საბჭოთა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მარადიულობის პოლიტიკა ათვლა უკან. ნუ ბუნებრივია, ჟორდანიასა და პირველ რესპუბლიკას ესენი არ ახსენებდნენ, მაგრამ 26 მაისი ვინ აღადგინა? ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა. მერაბ კოსტავა საერთოდ 26 მაისს დაიბადა. მისი დაბადება, ანუ გამქრალია. მერაბ კოსტავაც გააქრო ქართულმა ოცნებამ, გააქრო წმინდა ნინო, გააქრო ზვიად გამსახურდია, გააქრო მარო მაყაშვილი. სადიქექები, რა იცი შენ ისტორიის, რომელიღაცა ივანიშვილო, რა იცი შენ 1700-წლოვანი საქართველოს ამბავი და ეკლესიის ამბავი და 26 მაისის ამბავი, რა შეხება გქონია? ანუ ცდილობს მისაკუთრებას, რომ დაიმსგავსოს საქართველო. ყველა ტირანია მას ცდილობს. გამარჯობა ლაშა. გამარჯობა. როგორ ხართ? მადლობა. როგორ ისე რიტორიკულია შეკითხვა. ხო, სულ მაინტერესებს ხოლმე ყველა სხვადასხვანაირ პასუხს ცემს და ვინ როგორ უპასუხებს. 26 მაისი მოგვადგა კარს. ამ ინტერვიუს წერთ 25-ში, მაყურებელი ნახავს 27-ში. წელს განსხვავებული ესთეტიკა გვაქვს 26 მაისში. პარლამენტის შენობაზე ყოფილი პატრიარქის სურათებია გამოკრული, ევროკავშირის დროშები გამქრალია და განაცხადია ახალი საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფო. და ეს ორპოლუსიანობა, რაც ბოლო წლებში თან ახლავს ხოლმე 26 მაისს, პრინციპში სახეზეა ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი აქციას გეგმავს, ხელისუფლების აღლუმი იქნება უპრეცედენტოდ დიდი, როგორც ამბობენ, ვიდრე წინა წლებში იყო. მოკლედ ყველა სხვადასხვანაირად აღნიშნავს ამ დამოუკიდებლობის დღეს, რომელზეც არსებობს მოსაზრება, რომ მას შეუძლია იყოს გამაერთიანებელი და ამის ნაცვლად არის დამყოფი, ხო? რა განწყობით და შეგრძნებებით ელოდებით ამ დღეს. ხო, ნუ ესეთი ერთი სიტყვით რომ შემოვიფარგლოთ, თუკი ჩვენ ქართული ოცნების ასე ვთქვათ შინაარსზე და მათი პერსპექტივიდან შევხედავთ 26 მაისს, ეს ერთი სიტყვა არის ფარისევლობა. და არაფრის არ მჯერა, არანაირად არც მათეული 26 მაისის, რომ თავად არ ჯერათ ამ იდეის და ამ თარიღის, თორე რასაკვირველია 26 მაისს 21 წელსაც აღნიშნავდა ბოლშევიკური ხელისუფლება 1921 წელს. უკვე გასაბჭოების მერე. უკვე ხო.
ეგრეთ წოდებული გასაბჭოების, შემდგომში დაპყრობის მერე საქართველოს ხო, ცხადია. შემდგომში ოკუპაციის მერე და ნუ ეს არაფერს არ ნიშნავს. თან პლუს გვახსოვს კიდეც ხო, ახლა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი კობახიძე ერთ-ერთ 26 მაისს, როდესაც რაღაცა მორიგი სხვა თანამდებობა ჰქონდა მარიონეტების თეატრში, როგორ ნებივრობდა აუზე, რომ არანაირი ბმულობა, არც ემოციური, არც ღირებულებითი და მით უმეტეს სახელმწიფოებრივი მათ არ აქვთ. და პლუს აი ეს ახალი ამბავი, თითქოს ახალი, მაგრამ სინამდვილეში ძველი. აი ეს ახალი ქრისტიანული სახელმწიფო 1700 წელი თან ერთმა თქვენმა კოლეგამ ძალიან კარგად ირონიული ვიდეო ჩაწერა, სადაც როდესაც საქართველოს გაქრისტიანებაზე ვსაუბრობთ, ნუ რა ვიცი, ალბათ უნდა გაგვახსენდეს რომაელი ქალი ნუნე, ასე არის ის მოხსენებული ქართლის ცხოვრებაში გულისხმობს წმინდა ნინოს, ხო? ანუ ქალი გამკრალია. სრულიად აქედან, იმიტომ რომ ხო, ნუ ბოლოს და ბოლოს კაბადოკიიდან შემოსულ წმინდა ნინოს უკავშირდება ის. არის რაც გარდაცვლილი პატრიარქი, არის ეს 1700 წელი და ისევ და ისევ ახალს არაფერს არ ვიტყვი, უბრალოდ სულ ახლა გამოვიდა თიმოთი სნაიდერის წიგნი რა არის თავისუფლება და ძალიან საინტერესო ნაწილი აქვს, ასე ვთქვათ, თიმოთი სნაიდერს ამ წიგნში მარადიულობის პოლიტიკას რომ უწოდებს ტერმინი. ხო, შემოიტანა, ვთქვათ, სამუშაო ტერმინია, რომელიც გულისხმობს აი სწორედაც ესეთი ტიპის ავტოკრატიების მოდელს, რომ მათ წარმოაჩინონ თავი მემკვიდრეებად ისტორიის ტრადიციის და ანუ არა მომავალზე აქცენტირება, არამედ წარსულზე. და ამიტომ შესაბამისად, როდესაც ამ ბილბორდებს უყურებთ, ჩვენ უნდა დავინახოთ ის, რომ სინამდვილეში 1700-წლოვანი ეკლესიის ქრისტიანობის ტრადიციის უმთავრესი მემკვიდრეები არიან ივანიშვილი, პაპუაშვილი, კობახიძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ნაკლებად ვინმე სხვა, თიმოთი სნაიდერს ისევ და ვესესხები და მას მოყავს მაგალითები, ხო? ანუ 1000-წლოვანი რაიხის ადოლფ ჰიტლერის შემთხვევაში, რომ ანუ ის არის მემკვიდრე და ნაცისტური ხელისუფლება იყო მემკვიდრე აი ას გერმანული სახელმწიფოსი და სიდიადის, როგორც პუტინი ამ შემთხვევაში კაპიტალიზებას ახდენს, სწორედ 1945 წლის 9 მაისი რატო, ხომ? რომ ის არის მემკვიდრე ყველა რუსული გამარჯვების და საბჭოთა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მარადიულობის პოლიტიკა ათვლა უკან. ამიტომაც ბუნებრივია ქართული ოცნებისათვის ეს სუროგატები არიან, ხო ეს რაღაც ავტოკრატუკები, მაგრამ პრინციპში ერთი სცენარია, აქ ერთი მოდელია, ხო, ამიტომ ერეკლე პაპას, ერეკლე მეორის მემკვიდრეები ისინი არიან, ივანიშვილია და არა დანარჩენი სახელმწიფო, არა ჩვენ, ხომ? და ახლა 26 მაისი. ახლა თავისთავად უკვე არის სკანდალური რამ, რომ როდესაც 26 მაისი ეს თარიღი არსებობს, ხო? ნუ იქ რა ვიცი 1918 წლის დამფუძნებელთა კრება უნდა გაგახსენდეს, ხო? კარგი, თქვა ნოე ჟორდანია და პირველი რესპუბლიკის ხელისუფლება მათ ისევ და ისევ საბჭოთა პროპაგანდის დისკურსის მიხედვით მათ მტრებად ყავთ გამოცხადებული, ხო? ანუ ეს სნობიერებაში ისედაც დალეკილია, მათ შორის ისევ და ისევ სწორედ ამ საბჭოთა აგიტაციისა და გამო, ხო? მენშევიკები და გაიქცნენ და დატოვეს. ნუ ბუნებრივია, ნოე ჟორდანიასა და პირველ რესპუბლიკას ესენი არ ახსენებდნენ, მაგრამ 26 მაისი ვინ აღადგინა, სად ხდება აღდგენა ამ დამოუკიდებლობის იდეის, ზუსტად გამსახურდია მერაბ კოსტავა. მერაბ კოსტავა საერთოდ 26 მაისს დაიბადა, მისი დაბადება, ანუ გამქრალია. მერაბ კოსტავაც გააქრო ქართულმა ოცნებამ, გააქრო წმინდა ნინო, გააქრო ზუსტად გამსახურდია, გააქრო მარო მაყაშვილი, ყველა გამქრალია. და გააქრო სხვა პატრიარქებიც, თუ კი ილია მეორე არის, მაშინ ეგ ხომ მაინც შეიძლებოდა რომ სხვა პატრიარქები ვინც ასე ავტოკეფალიისთვის იბრძოლა, თუ კი ქრისტიანული ქვეყანა მეორე ცხადია, ამბროსი ხელაია და სხვები და სხვები, რომელიც ხო ამ სახელმწიფოს ბევრი თაღია ამ პარლამენტს ჩაეტეოდა ყველა შესანიშნავად. არ ჭირდება. ჯერთი ხო ავტოკრატიის მოდელი ხო ეს არის აქ და ახლა. ხო, მათ შორის, ანუ ახლა როგორ პოზიციონირებენ ისინი და პოზიციონირებენ აი ასე როგორც პოზიციონირებენ. თუმცა ეს ერთი მხრივ ეს არის რასაკვირველია ისევ და ისევ შებღალვა ისტორიის, შეურაცხყოფაც ისტორიის, ამიტომაც ბუნებრივია რომ არაერი იდენტიფიკაცია პირადად მე ამასთან არ მაქვს და არც თქვენ დაწმუნებული ვარ, არ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ხვალ გამოვა აქციაზე და გუშინ გამოვიდა. და აგერ უკვე 500 მეტი დღეა გამოდის. კი ბატონო, რასაკვირველია. ხო, იმიტომ რომ ისევ და
ისევ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე 26 მაისის იდეასა და შინაარსს ისევ და ისევ ატარებენ ადამიანები, რომლებიც განიცდიან ამ იდეას არა ასე ვთქვათ რაღაცნაირად манипуляციისა და ისტორიის გადაწერის კონტექსტში, არამედ აი რაც არის როგორც ეს ხდებოდა 70 წლის განმავლობაში. 26 მაისის მეხსიერება შეინახა ჩვენმა ემიგრაციამ, ხომ, მათ შორის ლევილის ემიგრაციამ და არა მხოლოდ, ასევე საქართველოშიც იყვნენ ხო ადამიანები, თქვათ, მწერლები მათ შორის და არა მხოლოდ, რომელთაც შეინარჩუნეს თორე ახლა 80-იანი წლების ბოლოს, ოდესაც დაიწყო ეროვნული მოძრაობა, დროთა პირველად გამოჩნდა ქაქუცა ჭოლოყაშვილის გამოსახულება თუ სხვა, უმრავლესობა ვერ ცნობდა მათ. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირს ისინი გაუქმებულები და აკრძალულები და განდევნილი ყავდა ისტორიიდან. ამიტომ ისევ და ისევ ხო სადაც არის იდეა, იქ არის 26 მაისიც, ხო, ესეთი ცნობილი ფორმულა ამ შემთხვევაში შეგვიძლია აქაც გამოვიყენოთ თომას მანისეული, ხო, რომელიც უბრალოდ კი ეს ფორმულა, ანუ სადაც მე ვარ იქა გერმანია, პრინციპში თომას მანის სიტყვები არ არის, არის სიტყვები ლოტე ვაიმარიდან, ხო? მოგეხსენებათ, სადაც გოეთე, პერსონაჟი გოეთე რაღაცნაირად ამას ესაუბრობს, რომ ანუ სადაც ღირებულებითი შინაარსი არსებობს, იქ არსებობს იდეაც გერმანული თუ სხვაგვარი და არა გეოგრაფია და არა ფორმა. აი სადაც დამოუკიდებლობის მსურველი ხალხია, იქ არის დამოუკიდებლობა. აბსოლუტურად, აი ზუსტად. ესე შეგვიძლია გადმოვიტანოთ. ეს ოცნების შინაარსი საინტერესო ამბავია, მე ძალიან მიხარია, როცა ჩემი სტუმრები ფარისევლობას ახსენება ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის მოვლენა, რაც სულს მიხუთავს და მტანჯავს, მაგრამ აი შინაარსზე თუ ვლაპარაკობთ, არ ვიცი, შეიძლება ამას შინაარსი ეწოდოს თუ სწორედაც რომ შინაარსის სიმწირე და უცბად რაც გაგახსენდება იმის ესე დადაწყებება ზედაპირზე. ხო, იცი რა არის, სინამდვილეში ხო. იმიტომ რომ ეს ნარატივიც რაღაც შეფუთული და მწყობრი თითქოს არ ჩანს და ალბათ იმ ხალხისთვის არის უფრო განკუთვნილი, ვისაც ბევრი ფიქრი ეზარება თუ დიდად ისტორიაში ჩაღრმავება არ უნდა. არ ვიცი რამდენად სწორია ეს შთაბეჭდილება. იცი რა, მე გეთახმები, მაგრამ ნუ პროპაგანდა ხო სინამდვილეში ძალიან ბანალურია, ხო, ბრტყელია უკაცრავად ამ სიტყვისათვის, ხო? და აქ განსაკუთრებული ანალიზი არ არის საჭირო. და რატომ აც გარდაცვლილი პატრიარქის პორტრეტი, იმიტომ რომ ახლა გარდაიცვალა, ეს ახალი ამბავია, უამრავ ადამიანს უყვარს პატრიარქი და უყვარდა პატრიარქი და ამიტომ აი აქ პატრიარქის ილია მეორის მემკვიდრეები არიან ასევე ესენი, ხო? ეს მგრძნობელობაა მათთვის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს იდენტიფიკაცია მათთან, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ივანიშვილია ის, ვინც ყველაფერს ცდილობდა და ყველაფერს ეცადა, რომ პატრიარქის ავტორიტეტი დაეკნინებინა, სწორედ ეს ცნობილი კრებსები, სადაც სასწავლო პირებს უსმენდნენ და უამრავი ჩანაწერი არსებობს და მათი დისკრედიტაციის უშუალებელი, ასე ვთქვათ, მასალა არსებობს. 10,000-ობით. 10,000, რომელიც ასევე ტრადიცია საბჭოთა უშიშროების კომიტეტის კგბ-სია. სწორედაც ეს აგერ ზუსტად გამსახურდია ვახსენე და სწორედ მიმდინარე მოვლენათა ქრონიკაში დისიდენტური გამოცემა უამრავი პუბლიკაციაა, როდესაც ჯერ კიდევ ის და სხვებიც 70-იან წლების ბოლოს წერდნენ სწორედაც აი ამ სისტემაზე, რომ კგბ როგორც ცდილობს სწორედ ისეთი მათ შორის ასული პირების შერჩევას, რომლებზეც იარსებებს კომპრომატები. იმიტომ რომ манипуლირება მართვა მათი ადვილი. მაგრამ ამ შემთხვევაში ხო გეთახმები, შინაარსი აქ ხო ჩვენ ფილოსოფიაზე არ ვსაუბრობთ, აქ ვლაპარაკობთ გრძნობებზე. და აი ამ რაღაცა სენსიტიურობაზე, სადაც ყველაფერი ერთად არის. პატრიარქის გარდაცვალება, მისი პანაშვიდი, მისი პორტრეტი, ქრისტიანობა ზოგადად აქ წმინდა ნინო უკვე და ფარავნის ტბა და მათ შორის ზვიად გამსახურდა უკვე ართულებს ყველაფერს. ხო, მაგრამ მეორე მხრივ რანაირი გზავნილია, როცა ქვეყანაში, რომელმაც უზრუნველყო მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, იცავს ტრადიციებს, ქრისტიანობის ერთგულია, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და ასე შემდეგ, არ მოიპოვება ცოცხალი ადამიანი, რომელსაც გამოსახავდნენ. ხო, ახალი პატრიარქი ყავს, ხელისუფლება შესანიშნავად უძღვება თავის საქმეს. ხო, ეს არის რეალობა, რომელსაც გვთავაზობს ოფიციალური ნარატივი და არ ვიცი, ცოტა შეურაცხყოფელი არ არის, მაგალითად ახალი პატრიარქისთვის, პრემიერ-მინისტრისთვის და ასე შემდეგ, რომ დამოუკიდებლობის მცველებად მათი სახეები არ ჩანს ბილბორდებზე. ხო, ალბათ შეურაცხყოფელია
არა აქვს ეს ამბიცია თუ რაღაცა გაღიზიანებას ერიდებიან თუ არ ვიცი რა არის ეგა. ეს ამბიცია. აქ აი ეს სიტყვა შეუბრალწყოფას მე მგონი ძალიან პრეტენზიული სიტყვა ამ შემთხვევაში. შეურაცხყოფილად თავს არ გრძნობს. აქ დაუშვებელია რომ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, იმიტომ რომ საერთოდ ასეთი ტიპის გრძნობები საერთოდ არ არის რელევანტური, როდესაც პატრიარქად ინიშნებიან, როდესაც პრემიერ-მინისტრად ინიშნებიან და კონკრეტულად ეს ყველაფერი უკავშირდება ერთ ადამიანს, რომელსაც აქვს ეს ასე ვთქვათ რაღაცნაირად სწორედაც ძალაუფლება, ფული და ასე შემდეგ ახალს არაფერს არ ვიტყვი. აქ ხო ეს ხალხი ამისთვის არის მათი ამბიცია არის ლიმიტირებული, ზღვრული არის მათი ამბიცია, იმიტომ რომ რასაკვირველია, ახალი პატრიარქი შიო მესამე არის ქართული ოცნებისგან მხარდაჭერილი, ყველამ ეს დავინახეთ, სხვა კანდიდატებს არ მიეცათ გარედან რასაც უყურებ და არა მხოლოდ გარედან არ მიეცათ საშუალება რომ მეტნაკლებად თანასწორ რეალობაში მიიღოთ მონაწილეობა და თავიანთი კანდიდატურები წამოეყენებინათ პლუს შიო მესამისადმი დიდი ასე ვთქვათ მხარდაჭერის ხმები ისმოდა და ისმის მოსკოვიდან და RPC-ს ხელმძღვანელი კირილედან, რომელიც ასევე რუსეთის უშიშროების კომიტეტთან არის ბუნებრივია დაკავშირებული, როგორც ყველაფერი საერთოდ რაც პუტინთან არის დაკავშირებული და ამიტომ ეხლა რა ჯერ ავტორიტეტი აქვს ეხლა რომ რაღაცა მოითხოვოს ავტორიტეტი არავითარ შემთხვევაში თუმცა მე ვერ გავიზიარებ აი არ ვიცი შენ რას ფიქრობ ამაზე მაგრამ მე ვერ გავიზიარებდი იმათთა პოზიციას რომლებიც ფიქრობენ რომ აი თქვა ილია მეორეს თავისთავად ქონდა პერსონალური ავტორიტეტი და მისი პერსონალური თვისებებისა და ნიჭიერების მათ შორისა და ქარიზმატულობისა და გამოდა თქვა აი ამ პატრიარქს ხო რასაკვირველია ასეთი ტიპის კონტექსტის მატარებელი ახალი პატრიარქი ვერ იქნება იმიტომ რომ ილია მეორეს 40 წელიწადში ჯერ ერთი და მეორეც ერთი ხო პლუსთან ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში უკვე დასასრულს ცხადი ისტორიის პერსპექტივიდან და პლუს ამდენი ტრანსფორმაცია მოხდა ილია მეორეა 70-იან წლების ბოლოდან ერთ-ერთ წიგში და მიყვარს ეს ფრაზა ედვარდ შევარდნაძის მის მიერ თქმული რომ ილია მეორე 1977 წლიდან მუშაობს პატრიარქად ეს როდის გარშემოწ ხო ბატონი უსმენაგენ ნუ ეს ტერმინები გასაგებია მაგრამ ხო აი ანუ წარმოიდგინეთ მე ეროვნული მოძრაობა მე პუჩი მე დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ ამ ისტორიამ გაიარა ამ ადამიანის ბიოგრაფიის გამჭოლ მათ შორის შიო მესამის შემთხვევაში ნუ ეს ჯერ სტარტია მაგრამ ილია მეორის ავტორიტეტიც იყო კონსტრუირებული ხშირ შემთხვევაში ანუ ეს რასაკვირველია ბევრისთვის ხა შეიძლება გაუგებარი იყოს და დაუჯერებელიც მაგრამ კონსტრუირება საერთოდ ხო როდესაც იხსენებენ თუნდაც 1989 წლის 9 აპრილის ღამეს ესეც მითი რომ პატრიარქმა მაშინ მოუწოდა დაშლისაკენ ხალხს ბუნებრივია ჯერთი ეს უცნაური მოწოდება იყო ჯერთი ესე ძალიან გასაგებია ეს არავის არ აკრინებს უბრალოდ პატრიარქი თავისი ნებით კი არ იყო მოსული არამედ ცენტრალური კომიტეტიდან თხოვეს მას მისვლა რომ რაღაცაირად მას მაინც გამოიყენებინა თავისი ავტორიტეტი და ხალხი მას პრინციპში მისთვის მაინც გაეწია თანგარიში ბუნებრივი არავინ არ დაემორჩილებოდა იმიტომ რომ მისი ავტორიტეტი არ იყო იმგვარი რომ იქ მერაპოსტავა დგას ზვიად გამსახურდი ადგას და ჯერთი ხალხს თვითონ აქვს თავისი ეს იმ მდგომარეობაშია სადაც აქ ისტორიის მომენტია მაგრამ შემდეგ ეხლა მე არ დავასახელებ იმ ერთ ყოფილ მოხელეს უაღრესად ეგზოტიკურ ადამიანს და მე ვიტყოდი ამორალურსაც თუმცა როგორც რესპონდენტი უაღრესად საინტერესო იყო განსაკუთრებით თქვათ წერლისათვის საინტერესოა ის ადამიანი თუ სხვა რაღაცისთვის დაგვრჩერდა მასთან საუბარი რაღაც ერთ კონკრეტულ თემაზე ვმუშაობდით მან პირდაპირ მომიყვა რამდენიმე ისტორია რაც გარდაცვლილ პატრიარქზე თავის დროზე 90-იან წლებში როდესაც უბრალოდ დგამდნენ მაგალითად პირდაპირ ამ სიტყვას გამოვიყენებ ფეხზე წამოდგომას როდესაც ის შოდიოდა რომელიმე საკონცერტო დარბაზში ანუ აქტივი სურათი ყოფილიყო ხო იმიტომ რომ არ იყო ესე არ იყო ბუნებრივიც არის ეს ხო საბჭოთა ათეისტური ქვეყანა სადაც მღვდელი სასურველი იყო დაცინვის ობიექტი ეს რაღაცა უშუალოდ მარგინალიზებული მათ შორის განადგურებული განდევნილი და ასე შემდეგ და აქვე სწორედ ცხადია შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთგვარ დამსახურებათაც 70-იან წლების ბოლოს ილია მეორისას რომ მან ცადა მოდერნიზება ახალგაზრდების და უპირველეს ყოვლისა რაც ყველაზე მეტად დასაფასებელი ალბათ შეთვისაც და ჩემთვისაც და ბევრისთვისაც რომ ქართულად ანუ ბიბლია სახარება ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა სწორედ პატრიარქის ასე ვთქვათ აქტიურობის შედეგად გამოიცა ახალი მათ შორის ახალი თარგმანითაც და სხვა და სხვა ხალხმა რომ წაეკითხა სახარება უბრალოდ ჩვენ ხომ ეს არის არ წავიკითხავ მათ შორის სახარებას არ კითხულობენ
იყვნენ ხომ ქრისტიანები ეგრეთ წოდებული ეზარებათ თუ არ უნდათ თუ რა კიდე სხვა საკითხია მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონსტრუირდება თუ ხელისუფლებას მოუნდა რომ თუ ეყო რესურსი უბრალოდ კითხვის ნიშანი ასეთია საერთოდ რისი რესურსი ეყო პაცი რაიმის მიმართ ქართულ ოცნებას ეს ხო იწრიტება მათი ძალა მაგრამ თუ კი ეყო რესურსი ბუნებრივია ჯაფას არ დააკლებენ რომ შიო მესამეს ახალი ავტორიტეტი მაგრამ როგორც შევარნაძე სჭირდებოდა თავის დროზე ილია მეორე ლეგიტიმაციისათვის შევარნაძეც ხომ სრულიად არალეგიტიმური იყო 92 წელს ის დაბრუნებული საქართველოში ხომ პუჩის მერე მას სჭირდებოდა მათ ერთმანეთი ჭირდებოდათ აი ეს ძალაუფლების ცენტრებს ცხადია ხო მაგრამ მაშ რა გამოდის რომ ხელისუფლება მიცის რა ჭირდება ეკლესიისგან და ეს როლი იცვლება ხო ანუ ილია მეორე რომელიც იყო კარგი მოკავშირე ხელისუფლებებისთვის მის ადრეულ კარიერაში და ჰქონდა მეტი თავისუფლება და გერთურმე დადგმული ფეხზე ადგომის სცენებიც ვინ იყო ისე ის კაცი ამბის მომყოლი ამბის ეს ძალიან საინტერესო ისტორია. ეს იცინერი მართლა ალბათ უტაქტობა იქნება ახლა რომ დავასახელო, იმიტომ რომ ჩვენ მოდი ცოტა შორიდან შეიძლება მიგახვედროთ, რომ ჩვენ მუშაობდით მაშინ ფილმის სცენარზე მძევლებისათვის, რომელიც უკავშირდებოდა თვითონების გატაცების ამბავს და ესეც ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც საკმაოდ ესეთი ავტორიტეტული ფიგურა იყო, მათ შორის უფრო მოდი ასე ვთქვათ, აგიტაცია, პროპაგანდის სფეროდან. ხო, თან მე პლუს მაინტერესებდა ბევრი რამ, იმიტომ რომ მათ შორის ერთ-ერთი გამტაცებელთა შორის იყო ჩემი ნათლიაც სოციალეთელი და მათ შორის ძალიან ბევრი ისტორია, პერსონალურიცა და ობიექტურიც, სადაც ჩვენ ხომ სულ ამ რეალობაში ვართ. საწყება ისტორია და სადგზელდება ბიოგრაფია უკვე ამის გარშევა რთული და შეუძლებელიც, ხომ? და ამიტომ ეს ამბები ძალიან საინტერესოა. მე გამახსენდა რა საკვირველია ცნობილი სიტყვები იოსებ სტალინის, ვინ ცუდად ითარგმნება რუსულად უფრო კარგად ჟღერს, ვინ დაორგანიზა წამოდგომა, როცა ანა ახმატოვას ფეხზე წამოუდგნენ ჟურნალისტები თორშტები 47 წელს, ვერ დაიჯერა სტალინმა რომ ეს ბუნებრივია, როგორც პუტინს არ ჯერა და როგორც არც ივანიშვილს ჯერა, რომ შეიძლება რაღაცა სპონტანური თავისთავად ადამიანებს კონდეთ ინდივიდუალური მათი შეგრძნებები და გამომდინარე რაღაც გადაწყვეტილებების აღსრულების ან მიღების შესაძლებლობა. ან იმპულსი ხო არ ჯერათ, ხო, არ ჯერათ. ან იმპულსი ცხადი. სანდვიჩ აქ არის მთავარი გასაღები. მოულოდნელობა. და ხო, ანუ იმას ვამბობდი, რომ ეკლესიას თუ კი ხელისუფლება ყოველთვის ისე იყენებს, როგორც უნდა, ეხლაც ხო ეს თამაში სახელმწიფო ქრისტიანული სახელმწიფოს იდეის შეიძლება სახიფათო იყოს ისევ ეკლესიისთვის, იმიტომ რომ რაღაც ამდენ წელიწად შეიძლება რამე სხვა თავსატეხად მოუბრუნდეს. ხო. თუ არა აქვს ეკლესიას იმის განჭვრეტის და წინააღმდეგობის უნარი ეხლა და ჭირდება ახალ პატრიარქს ამ თამაში შეყოლა. იცინერი ვერ გეტყვი სინამდვილეში ჩვენ ხომ ანუ რა ტიპის ეკლესია გვაქვს ხო ეს არის ეკლესია რომელიც თანაარსებობს მუდმივად ხელისუფლებებთან ძალიან ხშირ შემთხვევაში კონსუმერისტული ინტერესებია და ხშირად რაღაცნაირად გულუბრყვილოებიც ვართ ხოლმე ჩვენ როდესაც ვითხოვთ ისეთ ბაზისურ ქრისტიანობას ხო ნუგეშისცემას პატიებას თანაგზნობას დაჩაგრულთა და დევნილთა გვერდით დგომას ეს მათი რეფლექსი არ არის. აქ არგუმენტი ძალაუფლებაა. ძალა უნდა აჩვენო და არა მორალი. არა სინდისის ხმა, არამედ მკაცრი იერარქიულობა, სადაც რაც კვირალი ძალიან რუსულია. თავისთავად ცხადია და იგივე თუნდაც შიო მესამე ახლა ჯერჯერობით მისი საჯარო მოღვაწეობიდან ყველაზე მეტად თუ კი რა მახსოვს 5 ივლისის პოგრომის დღე, სადაც მან წირვა ჩაატარა დუგინისტებთან ერთად, ანუ ამ პრორუსულ ჯგუფებთან ერთად და საქართველოს სუსთან ერთად, როგორც აღმოჩნდა, თუმცა ესედაც მე მგონი ცხადი იყო, არაფერი განსაკუთრებული აღმოჩენა ამას არ ჭირდებოდა, ჩაატარა, ანუ აღასრულა რისი და საბოლოოდ ამას ჟურნალისტების რბევა და ლექსულ აშკარავას სიკვდილიც მოჰყვა და ერთ-ერთი უმძიმესი ტრამვა გარდა ფსიქოლოგიურისა ისტორიულიც, ანუ ეს თუ ვიღაცა შეეცდება რომ ეს დაავიწყოს ფართოდ საზოგადოებას, ნამდვილად არ დაგვავიწყდება ვისაც რაღაცნაირად პასუხისმგებლობის განცდა გვაქვს მეხსიერებისა და ისტორიული მეხსიერების მიმართ. ასე ძალიან ბევრია. გაჩნდა იქ რკინის
ჯვარი მათ შორის, ხო, რომელიც ნამდვილად არ არის ჯვარი, იმიტომ რომ ჯვარს შინაარსი აქვს. და ჯვარი არის შვებისა და სიკეთისა და გადარჩენისა და აღდგომის სიმბოლო და არა, თორე ჯვარს ქრისტეს აღდგომამდე ჰქონდა ძალადობრივი ფუნქცია და ჯალათების ინსტრუმენტი იყო, ხო, და ყველაზე დამაკნინებელი მათ შორის სიმბოლოდ თუ აღვიქვა. აბსოლუტურად, ხო, და ჯვარი ნიშნავს რომ უბრალოდ ხო, აქ სიკვდილს კი არ ხედავ, არამედ სწორედაც სიკვდილის დაძლევას, ეს არის უცნაურობა ამისა და როდესაც აქ არის ძალადობრივი ინსტრუმენტი, და ახლა მერთო ჩემო რა ალექსანდრე დუგინის ჯგუფის მიერ დადგმული, ახლა ვიღაცა რაღაცას ვერ ხვდება და არ უნდა დაინახოს და ასე შემდეგ, ახლა ეს არ არის ანერად არგუმენტი. სად არის წმინდა ნინოს ჯვარი? სად არის წმინდა ნინო? ისევ და ისევ, აი და ჩვენი საუბრის დასაწყისს რო დაუბრუნდეთ. სად არის ეს ქალი, სად არის ეს გოგო ფარავნის ტბიდან რო შემოვიდა? სად გააკრო ამ ხალხმა ეს? როგორ ვერ იტანს ეს ხალხი თან ქალს მათ შორის? წმინდა ნინოსაც კი, არც მეტი, არც ნაკლები. ისე უცნაურია, იმიტომ რომ მკვდრებში ხო ნაკლებ საფრთხეს ხედავენ, მით უმეტეს დიდი ხნის წინააღმდეგ მკვდრებში, იმიტომ რომ ხამ ლიტერატურულ პროცესებს თუ დაუკვირდებით საერთაშორისო ფორუმებზე, ქართული ლიტერატურა ძირითადად გარდაცვლილი ავტორებით არის. ხო, წარმოდგენილი, ანუ საფრთხე არ არის, წინააღმდეგობას არ გიწევს, თავის აზრს ვეღარა დააფიქსირებს. ანუ წმინდა ნინო მით უმეტეს. და გიგონება არ არსებობს 20 საუკუნის მეორე ნახევარი და 21 საუკუნე. კი ბატონო. მაგრამ რატო უშლის ხელს ეს წმინდა ნინოს არსებობა? რიტორიკულად რო გიპასუხოთ, თუმცა რა კირიონი არ არის და ამბროსი, რომელიც ანტისაბჭოთა მოღვაწეობაში იყვნენ. ხო, არ ჭირდებათ წმინდა ნინო, ჯერ ერთი წმინდა ნინომ მართლა დაანგრია კერპები, ქართლის ცხოვრებიდან ასე ვიცით, ხომ, გაცი და გაიმიდა არმაზისკენ, რა საკვირველია, ხო, კერპებს ანგრევს, ქალი ანგრევს კერპებს. ხო, და ეხლა აღარ მინდა გადავიჭრა ისეთი იუმორისტული ინტერპრეტაციაში, რომ უცხო ქვეყნის აგენტია და ასე შემდეგ. მაგრამ პრინციპში ხო, არსობრივად და ეს ჩანს, არ ვიცი ეს რამდენად შეიძლება მიება წმინდა ნინოს, მაგრამ პრობლემა აქვს, როგორც ნებისმიერი ტიპის ამგვარ ავტოკრატიას პრობლემა აქვს ქალთან. ქალი პრობლემაა მათთვის და ქალთან ბრძოლა, რომ გაცხადებულია და რამდენიმე წელია ეს უკვე ესეთ გადავიდა ესეთ კლასიკურ მათი ქცევისა და მოღვაწეობის ლოგიკაში, მე მგონი ძალიან თვალსაჩინოა. აგერ თუნდაც შიომის მესამის ამოძახელი 17 მაისს, რომ ასე ვთქვათ, ფაქტობრივად ჯოჯოხეთისთვის გასწირა უამრავი ათეულობით და ათასობით ქალი და აბორტებზე ესე ოჯახებიც მიაყოლა. მიაყოლა საერთოდ ღმერთო ჩემო. გეგონება ვინმე დაობდეს რომ ეს პრობლემაა, მაგრამ ნუ რა გვესმის და როგორ გვესმის. ამიტომ მე ამას დავინახავდი როგორც ზოგადად კონცეპტუალურად მათ არ ჭირდებათ. ეს არის ესე პროეცირება მამაკაცურობის, აი ეს რაღაცა პატრიარქატი, რომელიც პოლიტიკური, აი მასკულინობის რაღაცა გარკვეული მოდელი, რომელიც პოპულისტური, ულტრამემარჯვენეული რაღაც დისკურსის ნაწილი არა მხოლოდ ეს ამათვის არის დამახასიათებელი ცხადია ჩვენ. აი ეს ხდება ტრამპით დაწყებული, ნეთანიაჰუთი დამთავრებული, ამის პროეცირება, ამის დეკლარირება და ხო, რასაკვირველია, მე აქ დავინახავდი სწორედაც წმინდა ნინოსაც როგორც ამათ ოპონენტს. ცხადია ეხლა და ეს არ არის ბელეტრისტიკა, მე რო დამეწერა რამე თანამე ან რომელიმე ჩემ კოლეგას წმინდა ნინოს ახლა შემოსვლაზე ფარავნის ტბიდან, რასაკვირველია, ხელახალ წმინდა ნინომ ხელახლა უნდა გააქრისტიანოს ქართველი ერი. ყოველ შემთხვევაში ესენი ნამდვილად ფეტიშისტები, ფარისევლები, თვალთმაქცები და მოძალადეები. მერე რა რომ მათ ისინი პირჯვარს იწერენ და კამერების წინ დგანან და ცდილობენ მისაკუთრებას ყველაფრისა, სადაც სასულსათუთია ქართული სახელმწიფოსთვის და მათ შორის ქრისტიანობის ტრადიციისათვის. თავი რა დავანებოთ მათ, რომლებიც რაღაცების მისაკუთრებას ცდილობენ და ამ თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას რო დაუბრუნდეთ. მე მგონი რაღაცნაირად აგვიხდა ის სიტყვები, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებით არ მთავრდება ბრძოლა და დამოუკიდებლობისთვის და მუდმივი წვრთნა და ზრუნვა საჭირო მის შესანარჩუნებლად, ხო? მგონია რომ ეხა ეს ქვეყანა რაღაც მაგ მდგომარეობამდე მივიდა, როცა მიხვდა რომ ქვეყნის დამოუკიდებელი სტატუსი, დამოუკიდებლობის სტატუსი
ნაკლებადჯერაც არ ნიშნავს მოქალაქეების თავისუფლებას და თავის მხრივ არათავისუფალი ადამიანების სახელმწიფო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს, ხო? აი თვითონ ეგ იდეები ადამიანმა თუ სოციუმმა ცალ-ცალკე, იმიტომ რომ მეორე შეგრძნება რაც მაქვს არის ის, რომ ვინც მაინც იბრძვის ამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეისთვის პირველ რიგში თავისთვის აკეთებს მაგ ამბავს ეხლაც და ყველა დროშიც და ნუ მე გამოდის რომ ქვეყნის საქმეც გამოდის ხო პარალელურად და როგორ შეიძლება შეინახო გადაარჩინო უერთგულო სწორი გზებით დაიცვა აი რაღაც ხო მარცვალივით აი რომელიც უნდა გააღვივო და გაზარდო ხო ნუ პრინციპში წერით ან ჩვენთვის ეს გახდა ეგზისტენციალური საკითხია თავისუფლება ანუ სინონიმია სიცოცხლის არ ხარ თავისუფალი და პრინციპში შეიძლება არც ხარ ცოცხალი და ხო ეს იდეაში არის არისტოტელესეული აზრი, სადაც ის ამბობს და ასე ასწავლის, რომ თუ კი ხარ მონა პრინციპში სიცოცხლის აზრი არ აქვს, ხომ? და ამიტომაც შემდეგ ლეგენდები გაჩნდა ისევე არისტოტელესთან მიმართებით, რომ შეძლო მასაც კი თვითკვლობით დაესრულებინა სიცოცხლე, როდესაც უკვე აშკარა გახდა, რომ მაკედონელთა ექსპანსიამ სრულიად მოსპო და ჩაახშო და გააუქმა ის ნარჩენი ათენის დემოკრატიისა, იმიტომ თუ თავისუფალი აღარ არის მოქალაქე, მაშინ რაღა არის საერთოდ, ანუ დაბეჭავებულია, დაჰიპნოზებულია, დამონებულია, არარაციონალურია და ხალხი იქცევა ოხლოსად, ბრბოთ. ხომ, ამიტომ ეს ცხადია, ანუ ჩვენთვის პერსონალურადაც, ხომ, და ისტორიულად თუ არ არის საქართველოს თავისუფალი, მაშინ რა არის არსებობა? როგორ ვარსებობთ? ანუ ვარსებობთ იმგვარად, როგორც თუ კი არსებობის ასე ვთქვათ ფორმა იყო საბჭოთა პერიოდში ცხოვრება, ბუნებრივია იქ დაბრუნება არავის არ უნდა და ვერც დაბრუნდები, იმიტომ რომ დასრულდა ეს ისტორიული ეტაპი, დასრულდა და როგორი მცდელობაც არ უნდა გქონდეს ვთქვათ პუტინს და პუტინიზმს, ეს მაინც დასასრულის ფაზაა. ეს არ არის დასაწყისის ფაზა. ეს ხო დიდი ისტორიული შესაძლოა აგონიის ფაზა, მაგრამ აგონიის ფაზა. იმიტომ რომ იგივე თუნდაც 100 წლის წინ 20-იან წლებში როდესაც იწყებოდა ეს ახალი ამბავი თქვათ ლენინური სახელმწიფოს ის დასაწყისი იყო, ხომ? და ეს იყო ახალგაზრდა ქარიზმატული ხალხი, მათ შორის შემზარავი, მაგრამ მოაღრესაც საინტერესო მით უფრო იმ ნაფტალინის ფონზე, რომელიც ასე შესანიშნავად აქვს აღწერილი თუნდაც მიხეილ ჯავახიშვილს თავის კვაჭი-კვაჭანტირაძესისა და მთელი რასპუტინები, თავისი ნიკოლოზ მეორით და თავისი სრულწმენებით და ანუ რაღაცა ახალი. მაშინ იწყებდნენ, ანუ ჩვენ შემთხვევაში ჩვენს ისტორიაში რომ თავიდან, თუმცა ესეც ჩვენთვის გაკვეთილია, რომ ვერ მიხვდნენ. თუნდაც 20-იან 20 ხო რო თითქოს კი გამოეპარა ხალხს დამოუკიდებლობის დაკარგვა, მაგრამ პრინციპში ეს იყო თითქოს რაღაც ერთ-ერთ ტრანსფორმაცია თქმული. არა ყველასთვის, არა შესაძლოა ბევრისთვის, მაგრამ საკმარისი რაოდენობის ადამიანებისათვის, ხო? ჩემთვის ყოველთვის არის ესეთი მაშოკირებელია ხოლმე, თქვათ 21 წლის პირველი ხანები, ხომ? და მეც უჩემ თავს ვუსვამ შეკითხვაზე ჩვენ რას ვიზავდით ამ დროს და როგორ, იმიტომ რომ თუნდაც უკვე 25 თებერვლიდან 2 კვირა არის გასული 21 წელს გულისხმობდა მწერალთა კავშირში, ანუ მაჩაბლის 13, ხომ? ცნობილი უკვე იქ არიან მისულები, თუ არ ვცდები 1 მარტს მათ შორის მწერლები და მათ შორის კოტე მაყაშვილიც. წარმოიდგინეთ, ხო? ეგ ჩემთვის სხვათა შორის იყო დიდი აღმოჩენა, რომ კოტე მაყაშვილი, ანუ მარო მაყაშვილის მამა, მე როგორ ხო დაბნეულობა, არავითარ შემთხვევაში ადაპტაცია არ არის, მაგრამ ხო თავისთავად ხო დაბნეულობა არ ვიცი, ნამდვილად კოტე მაყაშვილი ნამდვილად არ იყო მშიშარა ადამიანი, მაგრამ ნუ რომელი დავიტირო, ხო? შვილი თუ საქართველოს ამასთან. მაგრამ ნუ ანუ ეს ისევ და ისევ ეს არ არის ეხლა არ იწყება არაფერი, ეხლა მთავრდება. ამიტომ ეს თავისუფლების იდეა ჩვენთვის არის მეხსიერება, ჩვენ ამ მორევში არ უნდა მოვყვეთ. რას საკურველია სრულიად დარწმუნებული ვარ და ალბათ შენს დამეთახმები რომ მომენტი დადგება და ახალს არაფერს და ექსკლუზივს არ ვამბობთ, რომ საქართველოს ორჯერ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაშინ როდესაც აი ამ იმპერიამ დაიწყო რყევა და ნგრევა რუსეთის იმპერია. ეს იყო 20-იან წლებში, როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიშალა რუსეთი და ასე შემდეგ და ეს იყო 90-იანი წლების დადგება ეს მომენტი, დადგება, უბრალოდ ჩვენ არ უნდა ვიყოთ დეგრადირებულები ამ დროს. რომ აი ის ნობილი ფილოსოფიური თეზისი, რომელიც პოლიტიკურიც არის, რომ თავისუფლება სწორედ იმისათვის გვჭირდება, რომ ჩვენ ჩვენი თავი დავინახოთ, რომ ვინ ვართ ჩვენ, თავისუფლებაში ხედავ შენ თავს. ესეთი შესაქმის იდეაა, ხომ, პრინციპში, რომ სწორედ ასე ვთქვათ, ადამმა და ევამ თავი შეიმეცნეს
სწორედ იმ პირობებში, როდესაც გათავისუფლდნენ პრობლემურად ძალიან დრამატულად, მაგრამ აი ვინ ხარ შენ და როგორია ეს, ანუ თავისუფლება რომ არ არის პიკი, რაღაც გზის დასასრული. ხო, როგორც ეს თუნდაც შესაძლოა გგონებოდა 80-იანი წლების ბოლოს, რაღაცა იწყება. აი ახლაც ეს არის. და ამ ჩვენ შემთხვევაში ეს არის ინდივიდების არჩევანი. უპირველესობის, ანუ ინდივიდთა ერთობა, რომელიც 500 დღეზე მეტია აპროტესტებს, რომელიც არ ეპუება, რომელიც ადეკვატურია, რომელიც რაღაცებს იგონებს, თავისუფლები ვართ. ანუ არ დავბეჭავდით. არიან უბრალოდ პირდაპირ მნიშვნელობით გმირები, რომლებსაც თავისუფლება წაართვეს პირდაპირ მნიშვნელობით და მე გულისხმობ პოლიტპატიმრებსა და სინდისის პატიმრებს. ანუ აი ეს მათი მორალი, აი ეს მორალური იმპერატივი, ეს თავისუფლების საკითხია. და აი აქ არის ძალა. იმიტომ რომ ხო, ძალა გვჭირდება. ხო, იმიტომ რომ სისუსტის პროექცირება შემდეგ იწვევს რაღაცა ესკაპისტური განწყობები ჩდება, არ გინდა იდენტიფიცირება ძალიან დიდ. ანუ შესაძლოა მორალური უპირატესობა გქონდეს, მაგრამ თუ კი მუდმივად ასხივებს სისუსტეს და სწორედ ავტოკრატია ამაზეა მომართული, რომ იყო დაბეჭავებული, იყო ადვილად გამოსაცნობი, იყო სუსტი. ხო, შენ და პრინციპში ქართული კულტურის კოდი ატარებს და ლიტერატურის კოდიც ამას, რომ შეხარ მსხვერპლი, მორალურად გამარჯვებული, მაგრამ მსხვერპლი არ არა. ეს აღარ გჭირდება. ხო, მაგრამ ეს მორალიც უპირატესობად რო აქციო, მე მგონი გჭირდება შესაბამისი პირობები, ანუ ავტოკრატიაში მორალი არ არის, და ამითი ვერ ვაჭრო. მეორე მხარეს ეს არ უჭირავს. არ უჭირდება, მორალურად იგებ, მორალურად გამარჯვებული ხარ, მაგრამ მიმოქცევაში ეს ვალუტა არ არის, სტატუს კო არ იცვლება ამით, ხო, იმიტომ ფიზიკურად გჯაბნის. ხო, ანუ ძალა ალბათ. ხო, ძალა აღმარცხნავს. პოლიციური სახელმწიფოა, არა არის. ხო, მაგრამ შეიძლება მაგალითად ავტოკრატებს თავისუფლების იდეა სწორედ მაგიტო არ მოწონდეთ, რომ თავის დანახვა არ უნდოდეთ? ცხადია და მოწონდეთ ის, რაც სარკეში ჩანს თავისუფალი ადამიანისთვის. ხო, თავისთავად ცხადია და თავისუფალი ადამიანი პრეტენზიული ადამიანია. ეს ავტოკრატები უმეტესად ხო ეს ძალიან რაღაცა სპეციფიკური პრაგმატიზმისა და სპეციფიკური ტვინის ხალხია, მაგრამ საკმაოდ შეზღუდული ძალიან ბევრ რაღაცაში. ამიტომ პლუს და ყველა ავტოკრატი საბოლოო ჯამში გადადის იმგვარი ტიპის ზიზღში პერსონალურ საზოგადოების, რომელიც ხდება ხოლმე ინსტრუმენტი საერთოდ გარკვეული პოლიტიკური მოდელების დამკვიდრებისა თუ აღმოჩენების. როგორც ივანიშვილს ახლა ზულს ქართული საზოგადოება. უკვე დიდი ხანია ზულდა სრულიად არწმუნებული ვარ. ომი აქვს. ანუ ქართული დიასთან სინამდვილეში აქვს ომი. აი მართლაც ვერ იტანს ამ ხალხს, იმიტომ რომ პრობლემა, იმიტომ რომ ეს პრეტენზიული ხალხი, რომელიც ითხოვს კარგ ცხოვრებას, უკეთეს ცხოვრებას, უკეთეს საქართველოს, უკეთეს მომავალს, ძალიან მომთხოვნები ვართ. ძალიან დიდ თამასას ვაყენებ და ესენი ვერ ქაჩავენ. გასწრაფად ამ ჟარგონისათვის, რა უნდა გააკეთოს. ივანიშვილი სულ თავის დინასტიებით რო სალტო მორტალეები აკეთოს და გადაახტეს და ვინ აღარ გამოიყვანოს, რომელი შვილი და ასე. ვეღარ მისი პოტენცია შეზღუდულია, ჩარჩოშია, ნაჭუჭია, როგორც პუტინია გაჭედილი ახლა, გაიჭედნენ. საზოგადოება იზრდება, ნებისმიერ შემთხვევაში დინამიკაა ისტორიული, ნებისმიერ შემთხვევაში ევოლუციური პროცესია. ვერ ეწევიან ამას. ამიტომ ცდილობენ რომ ჩაკეტონ ისტორიის მსვლელობა. ამიტომ ეს ბანერები 1700 წელი. სადიქექები, რა იცი შენ ისტორიის, რომელიღაცა ივანიშვილო, რა იცი შენ 1700 წლოვანი საქართველოს ამბავი და ეკლესიის ამბავი და 26 მაისის ამბავი. რა შეხება გქონია? ეს არ არის მისი ანუ ცდილობს მისაკუთრებას რომ დაიმსგავსოს საქართველო. ყველა ტირანია მას ცდილობს. მარკესი ამაზე ხო წერს პატრიარქის შემოდგომაში თუ ლოსა არწეს, ანუ შეზღუდულობის პრობლემა. და ლაშა ზულს თუ არ იცნობს კარგად? იცი რა არის? თუ უნდა რომ ის წარმოდგენას მოარგოს. ხო. ამიტომ დაიმსგავ. ვაცლავ ჰაველი. ხო, ანუ ვაცლავ ჰაველი ეს ცნობილი ესე მისი რომ ესეთ გარდამავალ პერიოდებში ის გულისხმობს უფრო 70-იან წლებს რომ საზოგადოება ემსგავსება თავის ხელმძღვანელს და ხელმძღვანელი იმსგავსებს. ის ჰუსაკს გულისხმობს უპირველეს ყოვლისა, ხო, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს გამიხსენოთ, ხო? რაღაცნაირად, ანუ როგორც ცდილობენ ჯერ ელიტები რომ დაემსგავსონ ხელისუფალს და შემდეგ ეს ესთეტიკაც და ეთიკაც რო ხდება მსგავსი იმ ადამიანის გემოვნების ფართოდ რომ ვთქვათ, რომელიც არის მართველი ახლა და აქ. და თან განმავლობაში. ანუ ივანიშვილის მოდელი ახლა არ მინდა რომ ფსიქოანალიზში გადავიჭრე, მაგრამ პრინციპში თუ კი აი ამ კლასიკურ მოდელებზე ვისაუბრებთ, რასაკვირველი მისი გამოწვევა რომ დავიმსგავსო ეს ხალხი. აი ერთი ყალიბი იყოს.
ამიტომაც არის, ოდესაც ინდივიდუალიზმი არის პრობლემა. არა, ეს მექანიზირებული უნდა იყოს ეს ყველაფერი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ეს, ხომ, ესეთ ყველაზე დისტოპიურ რომანებშიც კი არ გამოდის, იქაც რაღაცა ჭანჭიკია, სადაც გაძვრება ხოლმე თავისუფლება, თუნდაც ორუელისა და 1984-ში, მაგრამ თავარი ამბავი ეს არის. ხო, იმიტომ რომ თვითონ ვერ იმეცნებენ თავისუფლებას. ხო, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ მას კარგად გამოსდის ისიც, რომ დაიმსგავსოს საზოგადოების ყველა თუ არა რაღაც ნაწილი მაინც და შემოიკრიბოს ეგეთი ადამიანებიც, რომლებსაც დიდად არ აქვთ, ხო, სურვილი იყვნენ თავისუფლები და დამოუკიდებლები და ინიციატივის მქონეები და ერთმანეთისგან მაინც განსხვავებულები. და არიან ადამიანები, ვინც თვლიან, რომ ამ მიზნებში საკმაოდ წყობრი და თანმიმდევრულია. ხო, მაგრამ განა ეს მისი ექსკლუზიური უნარია, ეს ასე ხდება, კონფორმისტები ეს ზომიერად ამბიციური არც თუ ძალიან ნიჭიერი და რაიმე თვისებებით გამორჩეული ხალხი ესეთ ხალხს იკრებს ავტორიტარი, ხო, რომელიც ვერ შეეპასუხება, რომელიც მხოლოდ იმას მოასმენებს, რისი მოსმენაც მას უნდა პრინციპში, აქაც ოღონდ ცხადია დაყავიდა იბატონეს ლოგიკით, ესეთი დარე მაკიაველიზმი და ასე შემდეგ. ხო, ცხადია ეს ხალხი დაიტოვა, რომელთაც არა აქვთ, რომელიც განძარცულები არიან პოპულარობისაგან. ამ შემთხვევაშიც მოდი ისევ ესეთ ძირითადად ჩვენ ნარატივსო დაუბრუნდეთ, შიო მესამეც სრულიად დარწმუნებული ვარ ივანიშვილისთვის იყო სიმპათიური კანდიდატი მათ შორის, იმიტომ რომ შიო მესამეს არ აქვს ავტორიტეტი. იმიტომ რომ აქ ერთი ავტორიტეტი უნდა იყოს ამ ქვეყანაში და ეს უნდა იყოს აი ეს ჭორბილელი კაცი უკაცრავად არანაირი ეთნოცენტრიზმი და არანაირი ასე ვთქვათ მინიშნება რაიმე სხვაზე, მაგრამ ხო ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს აქ ავტორიტეტი. ილია მეორეც კი ცხადია იყო პრობლემა, რომ ქონდა ავტორიტეტი მიზესთა გამო. აბა რა თუნდოდა მას რომელიმე ისაია ან რომელიმე სხვა, რომელიც გაჩნდა კიდეც ეს განწყობა, რომ ხალხში პოპულარულია, ხალხს უყვარს თავმდაბალი ასე შემდეგ. არ ჭირდება ის, ვის პრინციპში დიდად არავის არ უყვარს. ასეთები ყავს თავისი კოლექცია პრემიერ-მინისტრების, ისინი ვერ აიტანა სწორედ ვისაც რაღაცა გარკვეული ისე მართლმადიდებლობის ეს ხალხი მადლობას უხდება. ხო, უკაცრავად ამ ქოცურობაშიც კი რაღაც ამბიციურობა გამოჩნდება, იმიტომ რომ იდეაში ქოც ხომ შეუძლებელია კონდეს რაიმე ამბიცია, ხო? კონსუმერისტია, ფული, პრაგმატიზმი, ასე შემდეგ, არანაირი იდეალი. საშიშია მისთვის. ამიტომ კლასიკური მოდელია იმსგავსებს, იმიტომ რომ პრობლემა არ შეექმნას მას. ხო, მაგრამ ეხლა გამოდის, რომ ამ ბრძოლაში, რასაც უყურებთ, ერთ მხარეს არის ეს ძალაუფლების შენარჩუნების მწველი და ყოვლის მომცველი სურვილი და მეორე მხარეს არის თავისუფლების უძველესი იდეა, რომელიც არც ექსკლუზიურია და არც განსაკუთრებული, ალბათ, რა ვიცი, რაც ადამიანმა მართლაც 60-ში ჩახედა თავის თავს თუ თავის პარტნიორს პირველად თვალებში, იმის მერე მისი ბედნიერებაც და უბედურებაც ამ იდეამ მოუტანა, ხო, კაცობრიობას და როგორი იმართება მათ შორის ეს ეპიზოდური ბრძოლები გასაგებია ვუყურებთ როგორც იმართება, მაგრამ აი გადამწყვეტი ბრძოლები როგორია ხოლმე. იმიტომ რომ ხო შეიძლება ეს ძალაუფლებისთვის რასაც ირანში ვუყურებთ ყველაფრის ფასად ინარჩუნებს ხელისუფლება ძალაუფლებაში ყოფნას, ხო? სისხლის განადგურების ომის, მაგრამ ხო, ანუ მიზანი არის რომ რაც შეიძლება დიდხანს იყოს ძალაუფლებაში. იბრძვის ხალხი თავისუფლებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით სხვაგვარი მეტია. იცი რა არის, ხო, თავისუფლება არ ჩანს. ბრძოლა, თან ახლა როდესაც ჩვენ ირანზე ვლაპარაკობთ და მათ შორის როდესაც უნდა ვლაპარაკობთ. ხო, აი ეს ექსტრემალური შემთხვევა, ეხლა ანალოგია არ არის საქართველოს ირანთან ჯერჯერობით, მაგრამ ხო. გასაკვირველია, თუმცა უბრალოდ როცა ეს ორი სურვილი ესეთი მძაფრად არის გამოხატული აქეთაც და იქეთაც, მერე ბევრი სისხლია, ხო, გაყრილი ამ ბრძოლაში. თუმცა მათ შორის ჩვენმა ეპოქამ შეგვაჩვია სისხარტეს, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს. და ყველაფერი ძალიან მალე კინოეფექტით და ასე ვთქვათ სოციალური ქსელების ალგორითმით, რომ მოდი დოპამინი რომელიც გვინდა და სწრაფად და შემდეგ ახალი საკვები მივიღოთ ახალი ბედნიერების დოზის მისაღებად, ასე არ ხდება. 79 წლიდან არის ირანის აიათოლების რეჟიმი და ასე ადვილად ეს ამბავი არ გადაწყდება, თუმცა მისი დასასრულის დასაწყისიც უკვე სახეზია. თავისთავად ცხადია და აქაც ისტორიის ლოგიკა მუშაობს, აქაც დახავსებულობა იდეოლოგიისა და სხვა კიდე უამრავი კომპონენტია, რომელიც საბოლოოდ
ბუნებრივია გარკვეულ, ასე ვთქვათ, კვანძის გასხდამდე მივა. შეიძლება დღეს ხვალ არა, მაგრამ ეს პროცესია. საბჭოთა კავშირიც განანა ასე არის, ხო, თუნდაც უკვე 1956 წლის 9 მარტის კონტექსტშიც კი ახლა კიდე ამ პერსპექტივით რო უყურებთ, მაშინაც ხომ სამკე მიზეზი სხვა იყო თუ რატომაც დაიწყო ეს დემონსტრაციები, ხომ 9 მარტს გულისხმობ და 9 მარტი არის პირველი პრინციპში საბჭოთა ისტორიაში, სადაც რეალურად საზოგადოებამ ერმა იდეაში მოითხოვა თუ განცალკევება არა, გამოაცხადა, დეკლარირება მოხდა, რომ ჩვენ რუსები არა ვართ. ნოვოჩერკასკის ჟლეტა რამდენიმე წლის მერე ხდება, იქ მუშების წინააღმდეგობის, ასე ვთქვათ, რაღაცა ეპიზოდი, სადაც ასევე ხრუშჩოვმა ჩაასხლშო სისხლში, მაგრამ ეს მაშინაც ჰქონდათ განცდა, რომ რაღაცა იცვლება. რაღაცა ოტწეპელი ეგრეთ წოდებული და აი როგორ ანუ რამდენი წელი დაჭირდა მას, ასე არ მოხდება, ცხადია, მაგრამ ეს დიდი რეჟიმები, ჩაკერული რეჟიმები, რომელიც უკვე ქმნის თავის სოციუმს. ანუ პრინციპში როგორც ჰომოსოვიეტიკუსი, დღემდე არსებობს ეს ჰომოსოვიეტიკუსი, ხო? ანუ უმრავლესობის ხო, თუმცა გაავებულია, გამწარებულია, ხომ და ეს ფაშისტოიდური ცნობიერება, манипуლირებული პროპაგანდის მიერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გაჩნდა თაობებია, ხო? ისევ ბიბლიური მეტაფორა, ამას წლები ჭირდება, მაგრამ ისევ და ისევ, აი პლუტარქე როგორც გვიყვება ხოლმე ისტორიას, აი ვარსკვლავები უნდა დადგეს, სწორად. აი ვარსკვლავები რო გალაგდებიან, აი რო გახსოვს, რომ აი კაპიტოლიუმზე რო შემოჯდა ყვავი, ხო, აი ისტორიას რო გვიყვება პლუტარქე და უეცად რაღაცა მეტაფორა რო შემოდი. აი ესე, როდესაც კაპიტოლიუმზე შემოჯდება, შეიძლება ყვავი, იქ ვარსკვლავები არ მეტაფორიზებ, ეხლა ვიღაცა შეშლილი არ მოვეჩვენო, მაგრამ ხო, აი კომბინაცია. რომ საქართველოს თან არის ბუნებრივია და ყოველთვის ასე იყო გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შესანიშნავი წიგნი აქვს შორის დონალდ რეიფილდს, ხო, მოგეხსენება საქართველოს იმპერიათა საზღვარზე, ისტორია საქართველოსი, რომელიც სწორედაც განიხილება მისი ისტორია სწორედ აი ამ იმპერიათა კონტექსტში და არა განცალკევებულად. ესეც საბჭოთა პერსპექტივა ისტორიის თხრობის, რომ რაღაცა განყენებულად, მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში ვკითხულობდეთ ისტორიას. ამიტომ აი ეს კომბინაცია იქნება. ეს ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა და ეს ბრძოლა მხოლოდ ქუჩაში კი არ არის. ეს ბრძოლა ადამიანებთან, ეს ბრძოლა სიტყვას როგორ რამდენად შემკაფიოთ ამბობ, რამდენად ადეკვატური ხარ რეალობის მიმართ, რამდენად თვალს არ დახუჭავ. აი თუნდაც ამ დღეების განმავლობაში რამდენიმე სპექტაკლი ვნახე. ისეთ თეატრებში, სადაც არ ველოდი და მოვისმინე მართალი სიტყვა მსახიობების, რომლებიც საუბრობდნენ პროტესტზე, თავიანთ ტკივილებზე, თუ როგორ იჭერდნენ მსახიობებს, მათ შორის ერთი მსახიობი ყვებოდა ამავე სპექტაკლში ამ სპექტაკლის რეპეტიციების დროსვე როგორ დაიჭერეს ხელახლა ტროტუარზე დგომის გამო. ეს გაისმა. ისე დაიმუხტა ისი დარბაზი, რომ მართალი სიტყვა ხშირად შიშების სახელდებაც მნიშვნელოვანია. როგორც ხო ფსიქოანალიზის ესე ვთქვათ პრაქტიკის რომ დავარქვათ სახელი სად ვართ. კი არ მოვიტყუოთ, ხო, თუ ცუდად ვართ, როგორ ვართ, ხო, თუმცა ნუ ახლა განწყობები არ არის არასდროს არგუმენტი ისტორიისათვის. თავის ლოგიკა აქვს, ეხლა მე კარგად ვარ თუ ცუდად ვარ, ისტორიას თავის ლოგიკა აქვს. მაგრამ ეს ახლაც ვნახეთ თუნდაც ზაფხულის ღამის სიზმარი სამეფო უბნის თეატრში, სადაც ბოლოს შექსპირის ტექსტით გვესაუბრა ანდრო ჭიჭინაძე, ხო, ეკრანიდან და ანუ ეს ხალხი გამოვიდა დამუხტული დარბაზი. გადავსებულია დარბაზი, ნემს ვერ ჩააგდებ. ხო, ეს უცნაური მოვლენაა. ხო, ეს ეხდება, იმიტომ რომ როდესაც გარკვეულ ლიმიტთან მიხვედი შენ, თუნდაც წინააღმდეგობის გაწევაში და ამ ლიმიტს ჩვენ მივახციეთ. ხომ დეკემბერიან ვარში 24 წლის, თორსა ფიზიკურად უბრალოდ ეს მოძალადები ვერ დავჯამნეთ ეხა. შეიარაღებული მამაკაცების ნიღაბში სახედაფარული ხალხის წინაშე ჟურნალისტები, სტუდენტები და მწერლები და პოეტები და მსახიობები, ნუ ისინი ვერ დაჯაბნიან. ამიტომ მათ შორის ესე ძალიან საინტერესოა, მამაკაცმა როგორ მიაღწია ლიმიტს. გარკვეულწილად ეს კიდე ალბათ ცალკე საუბრის საგანია. ხო, ამიტომ ბუნებრივი არ მინდა თქვა გამოვიყენო ხოლმე ეს ძალიან სპეციფიკური ტერმინი სუბლიმაცია, მაგრამ ესე ხდება ხოლმე გადატანა ხდება ამ ენერგიის ან ლიტერატურაში, ან მედიაში, ან თეატრში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ესეც თავისუფლებისთვის ბრძოლაა. და ძალიან სამარცხვინო ჩანან ის ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ რეალობას, აი იგივე თუნდაც თეატრის სფეროდან, ან ჩემის სფეროდან. რაღაცა, სათხარ, სად ცხოვრობ, რა საზოგადოებაში ხარ. რატო ხმაურობ? ხო, რატო ხმა და ლარა პლასმასის, ხო, რატო მაწუხებთ? ხო, იმიტომ რომ გადარჩნენ, იმიტომ რომ ხელფასი ჩაირიცხოს თვის ბოლოს. ან სადმე გაისეირნოთ. აბარა.
თავისუფლებისთვის ბრძოლაში აქ და ახლა თუ მაგ მოდელს მივყვებით ეგრე დავავიწროვებთ. კი ბატონო. ფოკუს რა არის ეფექტური არაღირად ჯერ კიდე შემორჩა. და რაც ალბათ დროს გამოუცდია. იცი რა არის, რაღაცნაირად მეტაკლებად, მე ვერ გამოვიდგები ახლა მენტორად აქ. კოუჩად. მე მხოლოდ წერლის სტატუსით ვარ მოწვეული, არ მინდა კოუჩი. კი, თან მე რა კი წერ ჩემთვის შესაძლოა უფრო ადვილი იყოს კონცენტრაციის იმ ვთქვათ დისციპლინის შემუშავება, რომელიც გულისხმობს რაღაცისგან შედარებით მაინც თუ დისტანცირებას არა, რაღაც პერსპექტივიდან რაღაცის დანახვას და ძალიან თერაპიულია. წერა ზოგადად არის თერაპიული, როგორც კითხვა. როგორც სტატიების ავტორი. რა საკვირელი, აბარა, დამერწმუნები. ხო, ამიტომ, მაგრამ აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თლიანობის განცდა გქონდეს, არ დავიკარგოთ. აი კოუჩებით ავლაპარაკდი ბოლოს. აი რამდენადაც შესაძლებელია სადაც კი ვხედავთ რომ ძალა გვაქვს, აი იქ ვიყოთ. ჩვენში თუ შესაძლოა იმ სფეროში ან იმ სივრცეში ან იმ ფორმატში, მოდი ეს სიტყვაც გამოვიყენოთ, სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაცა უფრო ქმედითი, ან უფრო საგნობრივი შევქონათ. ანუ თავარია რომ ეს ერთიანობის განცდა არ გაგვიქნეს. აი არ დავიშალოთ აპათია საშინელება. მაგრამ ბუნებრივია. ხო, ხა თან ამ ფაზებში, როდესაც აი ასეთი გამოწვევა, როცა ამდენი ამბავი მოდის და ჩვენი ტვინი ვერ უძლებს, ამდენის არა თუ გადახარშვას, არამედ საერთოდ ახმასაც კი და თან რა დროში ვცხოვრობთ. მე მაქვს განცდა რომ უბრალოდ იგივე დღეა, 26 ოქტომბერი 2025. ახალი დილა არ გათენებულა, მართლა. ყოველგვარი პოეტიკის გარეშე. ერთი დღეა. არის შეგრძნება, რომელიც უკრაინელები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ 24 თებერვლის მერე, 24 თებერვალში ცხოვრობენ წლებია. ცხადია, მაგრამ პარადიგმა ხო უკრაინამ და უკრაინა არის ჩვენი საზრდოცა და ენერგიის მომანიჭებელიც და ისტორიული მხსნელიც, არც მეტი არც ნაკლები, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ხო, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ამბავია, რაშიც ცხოვრობთ. აი მართლა ისტორიის სახელმძღვანელოში ვართ ჩვენ და საუბედუროთ თუ საბედნიეროდ, მაგრამ აი ეს მოდელი რომ აი დანაწევრება არ მოხდეს. აი სადაც კი შეგვიძლია რომ შევიკრათ და სადაც კი შეგვიძლია რომ მართლაც აი აქ ვიყოთ ძლიერები, ვიყოთ აქ ძლიერები. შევეცადოთ რომ და პლუს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის არ გავაკეთოთ რაც უნდა რეჟიმს. ყოველთვის. რაზე, ანუ რისი ამბავია ეგ ერთად შეკვრის, ანუ მაინც ჯგუფური მოქმედება იქნება გადამწყვეტი თუ საკუთარ თავში ძალების გამოძებნის, რაც აი მაგალითად იგივე პატიმრებმა აჩვენეს. ხო, იცი როგორც ზევით აღნიშნეთ, ეს ინდივიდთა ერთობა, ხო? და ხადია ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა იმიტომ რომ ამ ჯგუფზე ფიქრი მე თითქოს პერსონალურ პასუხისმგებლობას არიდებს ბევრს. ხო, აი მოიფიქრეთ და მოვალ თუ აი არაფერი არ ხდება და რა გავაკეთო, ანუ ადამიანს ხო საბოლოო ჯამში თვითონ აქ ეგ გადასაწყვეტი, სად და როგორ ხო, ამიტომაც ფორმას მიცემს ამ თავის ამიტომ თუ კი არ ჩანს ისეთი კოორდინირების დიდი სურათი, ამიტომაც ვთქვი რომ მაშინ ადამიანმა თავის თავს უნდა და ამას ვაკეთებ კიდეც. ხო, ესე ხდება, რომ რაღაცა უნდა მოუფიქროს ადამიანმა საკუთარ თავს, სად შეიძლება რომ და როგორ შეიძლება რომ კიდე მეტი ძალა ეყოს ამ წინააღმდეგობის პროცესში. და ხო, წინააღმდეგობის პროცესში ვარ და არა მხოლოდ პოლიტიკურ, ხო, თავის დავაცხადია. მაგრამ იდეაში მე ვიტყოდი რომ დამიშოვარი მიზანი. და მიზანი, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ ორიენტირს თუ საით მივდივართ, შეიძლება ახლა არ მეთქე რომ ძალიან ისეთ პოლიტიკურ დისკუსიაში გადავიდეთ მე და შენ და ფილოსოფოსობას გავეშვათ. ხო, მაგრამ მე გულისხმობ კონკრეტულ თქვა ვადებსაც კი. ან კონკრეტულ მოდელს პოლიტიკურისას, იმიტომ რომ იცი რა არის, ისევ და ისევ ავტოკრატიას ეს უნდა, მაგრამ ვიყოთ მსხვერპლი, ხო, ეს ძალიან დიდი რამა, ეს გმირობის ამბავია, მაგრამ ეს არ არის პროცესი. და აქ ჩდება შემდეგ ეს ადამიანურია განზიდვის სურვილი ბევრისგან, ესკაპიზმი არ არის. ანუ ადამიანს უნდა კონდეს გარკვეული მიზანი. შეიძლება ეს იყოს გარკვეული პოლიტიკური თარიღი, შეიძლება იყოს გარკვეული კოორდინირებულობის ლოგიკა და ასე შემდეგ. როდესაც სახლიდან გამოვდივართ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიღვიძეთ და ვიცოდეთ, მიზანი გვაქვს.
ხომ მათ შორის მიზანი მქონდა ჩვენ 24 წლის მთელი გაზაფხულის განმავლობაში, იმიტომ რომ ველოდებოდით ოქტომბრის ბოლოს არჩევნებს. ამიტომაც იყო 100,000-ები ქუჩაში. რაც ზოგიერთის მოსაზრებით გულუბრყვილო მოლოდინი იყო. ვერდავეთ, ხო, გულუბრყვილო ხალხურად სპეცოპერაცია შეატარებენ და ამერიკელებიც კი სნაიდერი ვახსენე და მათაც კი არიციან 2016 წელს ბოლოს და ბოლოს რანაირად ჩაერია. ასე სრულად და ასე ყოვლის მომცოდად რუსული FSB ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში და ასე შემდეგ. სპეცოპერაცია იყო. ანუ ეგ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ ექსკლუზივი არის საქართველოს ბევრ ქვეყანაში არის ამაზე ლაპარაკი. აბარა და ჩვენ კიდე ყოჩაღები ვართ. აბარა აგერეხა სომხეთში არჩევნები და ეს საუბრები ხოსუ არის. ანუ ვინმეს კონსპირაციის თეორიის მომხრეები არ ვეგონოთ, მაინც განმარტავა მას. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებები, როგორ ჩაერია FSB საქართველოს არჩევნებში, მაგრამ ნარატივი ამის შესახებ რომ რუსული კვალი ჩარევის არის ბევრ სხვა არჩევნებშიც ეს რა საქმეა. კი ბატონო და თან პლუს ახლა მტკიცებულებები შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ ემპირიული მტკიცებულება გამოცდილების საკითხი თავად ვიყავით დამკვირვებელი. და მათ შორის წინის დაწერია არა მხოლოდ ამაზე, მაგრამ სადაც სადღაც რომელიღაცა საათზე ცალსახად აღმოვაჩინე რომ ვიყავი შეთქმულების ასე ვთქვათ მსხვერპლი. სადაც ამ საარჩევნო უბანზე ალბათ მე და რამდენიმე ვიყავით, ვინც სამოქალაქო პასუხისმგებლობით უცდილობდით რომ არჩევნები თორმე ხო შეთქმულთა შორის ვართ. რომელთაც კაპიტნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? შემდეგ რაც გაირკვა კიდე და რაც არ გაირკვა კიდევ ეს რამდენი და თავისი წინაპირობით და პირადობის მოწმობების გაყალბებითა და შანტაჟით და манипуляციით და დაშინებით. უშუალოდ იმ დღეზე ვლაპარაკობ. ამიტომ და მიუხედავად ამისა, მაინც ამიტომაც თქვი ყოჩაღები ვართ თქო, იმიტომ რომ ივანიშვილმა ვერ მოახერხა ამის და მიუხედავად საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება. 22 ძალიან რა აღარ გააკეთა. მიიღო აგენტების კანონი ნახევარი საქართველოს აგენტად გამოაცხადა დაიჭირა, ცემა, დააშანტაჟა, მოისყიდა, ვერა. როგორიცა და ხო, რამდენი პრეტენზია, ხო, ოპოზიციის მიმართ, სადაც პრინციპში არის სუბიექტის პრობლემა, ხო, და ეს მნიშვნელოვანია პოლიტიკაში, არა აბსტრაქცია, არამედ სუბიექტი. ვისით ვინ? შინაარსი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ხალხი ესე ჯარივით მივიდა და ხო, შეიძლება უფრო მეტად უნდა გვებრძოლა და შეიძლება აქ იყოს კრიტიკა ოპტიმიზმის, მაგრამ ეს ოპტიმიზმიც რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ამდენი ხალხიც არ მისულიყო. ანუ ყველა მოლოდინს კრიტიკას არ იზიარებს. უბრალოდ ეს უკვე გამოცდილებად უნდა იქცეს. აი ეს იქცევა თუ არა, გამოცდილებად, აი აქ მაქვს შიშები. გამოცდილება, გაკვეთილად იქცევა თუ არა. იმიტომ რომ ჩვენთან ხომ ეს მე იდღაბნება. კი. ლაშა, ერთ-ერთი მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის თვითონ ამ დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეების ტრანსფორმაცია, რაც გულისხმობ ვიტყვი ახლა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს 26 წლის დამოუკიდებლობის გამოცდილება, გვაქვს 90-იანი წლების დამოუკიდებლობის გამოცდილება, რომელიც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და არსებობს ახლა შიშები იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუკაზე ჩვენი ფერი გვაქვს, ჩვენი დროშა გვაქვს ცალკე სახელმწიფოდ განვიხილებით, ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე შეიძლება იყოს რეალური, ხო? და მეორე მხრივ ეს წინააღმდეგობა, რომელიც ცდილობს, რომ დაიცვას ძვირფასი დამოუკიდებლობა, ხო? ვინაიდან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად გამოიყურება და თუ ეხლაც ამ პროტესტს საბოლოო ჯამში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლად აღვიქვამთ, ხო? რა არის თვისობრივი სიახლე ამ ბავშვში, ხო? იმიტომ რომ აი რაღაც ამ დღეებმა განსაკუთრებით ჩვენი საუბრის ფონია სტუდენტების აქტივობა, რომელიც სრულიად სპონტანური და მოულოდნელი იყო და მე მგონი თავზარდამცემიც ძალაუფლების მქონე ხალხისთვის უცბად აჩვენეს სოლიდარობის ფაქტობრივად რეფერენდუმი ჩაატარეს, ხო, იმის რამდენი ადამიანი არ იწონებს ხელისუფლების აქციას, როცა ისინი ბავშვებს წამალს უჯანჯლებენ, ხო? და აქვე ვიტყვი, რომ ეს წამალი არ არის სიცოცხლის გადასარჩენად, ეს არის ტანჯვების შესამსუბუქებლად და მეტნაკლებად ადამიანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ყველა წამალს საბოლოო ჯამში აქვს უკუჩვენება, არ ვიცი, ამის ახსნა თუ ოდეს მე დაგჭირდებოდა, თან მე თუ ვიტყოდი ამას, რომელიც წამალს მარტო ტკივილის გასაყუჭებლად წელიწადში 5 ჯერ, მაგრამ ხო, კარგი ვიტყვი ამასაც, განუბარდავ, რადგან პროპაგანდა, ხო, ესე მუშაობს. იმიტომ რომ ბევრს ქონდა და პერიოდულად აქვს ხოლმე ამ სასწარკვეთასთან ერთად შეგრძნებებიც, რომ თვისობრივად ახალი საზოგადოება იძერწება, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი მიუხედავად იმისა, რომ მაინც ცოცხალია, არსებობს ახლა
სრულიად სხვა გლობალური პროცესები, რომელიც კაცმა იცის ამ სამყაროს როგორად აქცევს, ხო, იგივე ეს ტექნოლოგიური გიგანტები, ალგორითმები, ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. ანუ ის თავი, რომ მეტნაკლებად დახურულად გამოვაცხადოთ, რაც საბჭოთა კავშირი და მისი მემკვიდრეობა იყო, მომავალიც საკმაოდ ბუნდოვანია, ხო? და მომავალში ალბათ მაინც ის გადარჩება, ვინც აჩვენებს საკმარისი სიხარტეს ამ ახალი დროებისთვის მოქნილობის თვალსაზრისით და არ ვიცი, ეგ შეგრძნება გაქვთ თუ არა, რომ საზოგადოება ახალ თავის თავს წერწავს თუ ახლებურ თავის თავს და ისეთ უნარებს იძენს ან ცდილობს შეიძინოს, რომელიც წინა თავებში არ ყოფილა გამოყენებული. ძალიან საინტერესო შეკითხვა და პრინციპში შე რაღაცნაირად პასუხიც გაეცი. ხო, ეს არის თვისებრივად ახალი გამოცდილება, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენ ზოგჯერ ხალხს ვთხოვთ ხოლმე, რომ აი მოაწყევოთ 24 წლის აჯანყება, შეეწირა როგორც დისიდენტები წადით ციხეში და ეს მაინც მე მგონი ეგ მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ეს ანალოგიები ვიცოდეთ და ისტორია არაზე და პირზე არამედ ცოტა უფრო ღრმად ვიცოდეთ, მაგრამ მეორე მხრივ ზუსტად იგივეს კალკიც შეუძლებელია, ხო, ეფექტური იყოს 30-ი, 40 წლის შემდეგ. ხო, ახლა შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ ისტორიის ციკლურობაზე, მაგრამ ისტორია დინამიკური პროცესია. ეს უნება სულ არის. ხო, იმიტომ რომ ისტორია გაკვეთილია, ცხადია და თან მით უმეტეს მტერი იგივე ყავს. რომელიც ზოგიერთის მოსაზრებით იმას გასწავლის, რომ ამ გაკვეთილიდან ვერავინ სწორედაც, მაგრამ ეს უციტირებ ხოლმე და ძალიან მიყვარს ჰეგელის ეს სიტყვა რომ ისტორია ეს არის წარსულის წინასწარმეტყველება. ხო, დავინახოთ მომავალი მართლაც წარსულიდან. მაგრამ ხო, თან ეს ისევ და ისევ ეს წარსული, ანუ ძალიან ფუნქციურია, იმიტომ რომ ისევ რუსეთი, ისევ პრობლემა და ისევ იმპერია, ისევ ანაქრონიზმი, რომელიც ცდილობს რომ აი ეს რაღაცა წყვდიადი, კარზედ მომდგარე, როგორც დაისში მღერის, ხომ? კიაზო მე გავუწევ ახლა შენ ახალ პოდკასტს რეკომენდაციას YouTube-ზე მოიპოვებთ და პირველად იყო თავისუფლება ასე ვუწევ. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო ნაკუწებია იქ. მე ვიცი ამოვნებ ხოლმე იმებს უწევ ხოლმე რეკომენდაციას, რაც მე თვითონ გავუმიცდია და ეკაია. ორმესი მადლობა. ხო, და ამიტომაც შენ რაც ახსენე, ეს არის გამოცდილება იმგვარი ახლებური, რომელიც არ ქონია ცოტა შორის 20-იანი წლების მოღვაწეებს, ან მით უმეტეს მე-19 საუკუნის დიდ მოღვაწეებს. ანუ ჩვენ გვაქვს თავისუფლების გამოცდილება პრაქტიკული. თითქმის 40 წლიანი. ხომ? ანუ 91 ჩვენ ვიცხოვრეთ უკვე დამოუკიდებელ ქვეყანაში. და გავიარეთ თავისუფლების ის ეტაპები, რომელიც გულისხმობს არა სამშობლოს მიმართ ზოგად და აბსტრაქტულ მიმართებას, არამედ ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს ხალხი ვართ. და ეს ამნიშნულოვანი გამოცდილება, იმიტომ რომ ჩვენი პირველი რესპუბლიკის თაობას და გენიალურ თაობას მხოლოდ 3 წელიწად ნახევარი ჰქონდა ეს ამის გამოცდილება. და როგორი 3 წელიწად ნახევარი იყო 18-დან 21 წლამდე, მანამდე წლებს რომ თავი დამანებოთ, ხო? ომები მუდმივი თან მიუხედავად ძალიან ეფექტურები იყვნენ. სხვადასხვა მიმართულებით, ანუ პრინციპში ეს იყო სახელმწიფოს ჩამოყალიბების ძალიან მძიმე, ძალიან პრობლემური და დრამატული ისტორია, ხომ? პლუს მე-19 საუკუნეში საერთოდაც ჩვენი ერის ცნობიერების, ასე ვთქვათ, შემქმნელებს, მათ შორის თერგდალეულებს და ილია ჭავჭავაძეს, ის დაიბადა 1837 წელს და მოკლეს 1907 წელს. მას არ უცხოვრია, ილია ჭავჭავაძეს არ უცხოვრია დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოში. ილია დაიბადა და მოკლეს რუსეთის გუბერნია ტფილისში. ტფილისის გუბერნიაში, ხომ? და ხო, ეს იდეა და ერის სახელმწიფოს იდეა, ასე შემდეგ და მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი გამოცდილება. ამიტომ არის ახალგაზრდები, რომლებიც თუნდაც ილიაუნის ახალგაზრდები, რომელიც ჩვენ ახს ეს დამოუკიდებელი საქართველოს ბავშვები არიან. დაიბადნენ დამოუკიდებელი საქართველოს დაბადებასთან ერთად და იზრდებიან დამოუკიდებელ საქართველოს. ამიტომაც არის შოკი ქართულ ოცნებასთან მიმართებით ჩვენი და ივანიშვილთან მიმართებით, რომ ის ცდილობს, რითიც ლაპარაკი დავიწყეთ ჩვენ დღეს, რომ გააუქმოს ყველა ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ ანუ ადამიანს რომ გააუქმო ბიოგრაფია. ხო, გასაგებია ახსავსია მინუსებითა და შეცდომებით, მაგრამ ხომ არის მიღწევებით და ბედნიერებებით და სიამაყით. ეს ხომ გვაქვს ამ წლებში
მხოლოდ დამარცხების სინდრომი ხო არ არის საქართველოს ისტორია. არის ბევრი ამბავი. აი ამ ნიჭიერი, უცნაური ხალხის თავისი მრავალი ასპექტით, ხომ? და მით უმეტეს ეს ოპტიმისტური ხანა იყო 90-იანი წლები, მიუხედავად პრობლემებისა და უბედურებებისა და ასე შემდეგ. რაღაც განცდა გქონდა სწორედ იდენტობის, შემდეგ იყო 2000-იანი წლების დასაწყისის და ასე შემდეგ. ანუ ბევრი ისეთი ამბავია, რომელიც იქცა პრეცედენტად, ხომ? აღმოსავლეთ ევროპისთვის კავკასიისთვის, მათ შორის რომელიც უფრო ისეთი ცნება, უფრო რუსულია მე ვიტყოდი, მაგრამ ხო, მაგალითი საქართველო, ქართული საზოგადოება, მოქალაქე და ასე შემდეგ. აი ამ გამომოცდილების გაუქმებას ეს კი არა და რა, ხო, დასაწყისშიც ეს ვთქვით, ხო, აუქმებს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მიღწევას 26 მაისთან მიმართებით. სად არის პარლამენტის ფასადზე ამ ხალხის პორტრეტები? სად არის ვიმეორებ? სად არის მარო მაყაშვილი, რომელმაც მოიტანა 26 მაისი? სად არის ეს ამას აუქმებს ეს ხალხი? ამიტომ ანუ ეს რაღაცა ისტორიული ამნეზია, ანუ აბსოლუტურად განგეძარცვოს მეხსიერება და რასაკვირველია დიქტატური ებრძვის მეხსიერებას, რომელი ერთი ისე, რამწი ზემიაწინით თუ რითი ბორხესით თუ ვინ აღარ მახსენო, ორუელის ხსენება უკვე აღარ მინდა. მეხსიერების კონტროლი, ანუ ბოქლობი დაადო წარსულს, იმიტომ რომ წარსულია და ადამიანელი მეხსიერება. და ისტორიაც მეხსიერება, ეს სხეული არის ერის სხეულიც. ამიტომაც აი ეს ხალხი, ვინც კუჩაში დადის, ვინც აპროტესტებს, ვინც არჩუმდება წერს, ყვირის, ლაპარაკობს, წინააღმდეგობას, აი ამ გამოცდილების გაუქმების წინააღმდეგ იბრძვის. იმიტომ რომ აი ეს არის ახლებური. ეს არის ძალიან ახალი ამბავი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, აი როგორც ძალიან ტრაგიკულია, ხო, ცალკე ვინც უფრო კარგად იცის, თქვათ, ლიეტუვის და ბალტიის ქვეყნების გამოცდილება, ის 20 წლიანი დამოუკიდებლობის, ხო? მათ ჰქონდათ კიდე რაღაც გარკვეული დრო, სანამ ჰიტლერსა და სტალინის სანამ გაიყოფდნენ, დაგლეჯდნენ, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპას და პოლონეთს და მათ მეტი დრო ჰქონდათ, მეხსიერება იყო სხვა. ამიტომაც რაც უფრო მეტი გახსოვს, მით უმეტი შიში გაქვს. პლუს რომ ეს წაგართვან და წაგლიჯონ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და დამოუკიდებლობის, ანუ მონობა არ არის არჩევანი, მით უმეტეს ახალგაზრდა ადამიანის, იმიტომ რომ ხო, ყველაზე ვერ ვიტყვით, მაგრამ იდეაში ლოგიკა და აქ არა ვარ ოპტიმისტი, ლოგიკა ასე მუშაობს. თუმცა ეხლა ბოლოს და ბოლოს შეიძლება რომ ანუ იმგვარი წნეხი იყოს და იმგვარი რეპრესია იყოს, რასაც ეხლა ირანის მაგალითია, ხო? ხო, მაგრამ თქვათ ადამიანი რომელსაც უცხოურია საბჭოთა კავშირში და ხანდაზმულიც არის, მისთვის შესაძლოა იყოს უფრო გარკვეულწილად გასაგები, რო ხო, ნუ რა ვქნა, უნდა გადარჩენა ადაპტაცია, ბოლოს და ბოლოს ადამიანის ბიოლოგიური ის არის, ხო, მოცემულობა, მაგრამ არა, შეუძლებელია, სადამდე შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა. და მე მგონი კიდე ერთი ცვლილება თუ მაგას მივიღებთ, მაგას თუ დავაკანონებთ, მოკლედ დავშევთანხმდებით მაგაზე რაღაც ახლებურ სტრატეგიებს ამუშავებს ხალხი, რომელიც ახლებურ სახელმწიფოში გაიზარდა თუ იცხოვრა, თუ შეეჩვია აქ ცხოვრებას. მე მგონი არის ეს მსხვერპლის როლთან არც ისე მეგობრული ურთიერთობა, იმიტომ რომ მე არ ვიცი ამ წლებში ეგრე მოხდა ბოლო წლებში, რომ ინტენსიურად ველაპარაკები აქტიურ მოქალაქეებს, ეგეთი საქმე მაქვს და მაინტერესებს მართლა და აი თუ არ ვიცი ხა ადრე როგორ იყო, მაგრამ თუ ეს როდესღაც არსებობდა მოწიწება და პატივისცემა მსხვერპლის მიმართ, ხა რაღაცნაირად გაღიზიანება იმაზე, რომ რატო უნდა ვიყო მსხვერპლი, რატო არ ვასხივებთ ძალას, რამდენჯერ შეიძლება დაგვიჭირონ, ხო? ანუ აი ეს მსხვერპლი აპრიორი პატივისცემას იმსახურებს, კარგია რომ ვიღაცა თავი გაწირა და ეს მაგალითი არსებობს იდეისთვის შეწირვის, მაგრამ ადამიანებს აღარ უნდათ რომ მსხვერპლი იყვნენ, უნდათ გამარჯვებული იყვნენ, ხო და უნდათ რომ ეს სიკეთე რისთვისაც იბრძვიან ცხოვრებაშივე მოიპოვონ, ანუ ის რომ მე ისტორიაში რაღაცას დაგარქმევს, დიდი ვერაფერი ნუგეშია ამ ხალხისთვის, ვინც ახლა ჩვენ თვალწინ ცდილობს რაღაცა ახლის შექმნას თუ ამ მოჭადოებული წრის გარღვევას და ეგეც თვისობრივად ახალი ამბავია მსხვერპლთან გამიჯვნის, იმიტომ რომ ეს მსხვერპლად ყოფნა არ ვიცი საბჭოთა კავშირმა და რუსულ
მასულმა კულტურამ შემოიტანა, რომელშიც ეს მსხვერპლობა და უბედურებისკენ სწრაფვა დიადია. თუ მანამდეც ჰქონდა, მაგრამ მგონია, რომ ბევრი ხნის განმავლობაში ისეთი ჰარმონიული ამბავი იყო. ხო, დისკურსია, კულტურული კოდია, შეიძლება ასე ითქვას. ხო, პრინციპში პირველი ქართული ლიტერატურული ტექსტი შუშანიკის წამება შედევრი, აბსოლუტური ერთი მხრივ ძალიან აქტუალური პროცესი. მას ქვეშ ვაყენებ, ვინ უფრო მსხვერპლია, შუშანიკი ისეთი მშვენიერია, რომ ხო, იმიტომ რომ მორალურად არის გამარჯვებული, მაგრამ ფიზიკურად განადგურდა. და ეს მოდელია, ხო, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიაც ასეთია, საბოლოო ჯამში, თორე არც ქეთევან წამებულს უნდოდა რომ ყოფილიყო წამებული და საკმაოდ რასაკვირველია და ხო, და შემთხვევაში ძალიან მეტაკლებად ღრმად თუ გავესწრებით ამ ისტორიებს, საკმაოდ მათ შორის ქეთევანი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკოსია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში უმეფოდ დარჩენილ კახეთს მართავს და ასე შემდგომი ისტორიაა. მაგრამ ხო, კოდი ბუნებრივი ავტოკრატია ამისთვის არის მომართული, რომ ხო, მე რა რომ შენ მორალურად გაიმარჯვებ, ფიზიკურად სტატუს კვო არ შეცვლა. ამიტომაც ბუნებრივად, რასაც შენ ამბობ, ამის პროტესტია შინაგანი ადამიანებში, რომ არა გამოვიცანით რა გინდა. დიქტატორო. ხო, რაც პრინციპში ტრაგიკული და ძიმე მაგალითად თუნდაც ნავალნის ისტორია რუსეთთან მიმართებით. მორალურად მან მორალური ნაბიჯი იყო რუსეთში დაბრუნება, მაგრამ ის ახლა საფლავში წეს თავისი ოცნებებით მომავალი მშვენიერი რუსეთის შესახებ და სლოგანი ჰქონდა, ხო? არ არის ცოტა. ანუ აქ დიქტატორს არანაირი სენტიმენტები მორალთან მიმართებით არ აქვს. ამიტომაც ბუნებრივი აი რასაც შენ ამბობ რო რეფლექსი. რეფლექსი არის რომ როგორ შევძლო ისე რომ მე არ გამოვიდე მსხვერპლი. იმდენადაც კი მოდი ერთ ცოტა უხერხულ რაღაცას ვიტყვი არც თუ კრიტიკულს, მაგრამ შეკითხვის ფორმით. აი ზოგჯერ ჩემ თანამებრძოლებსაც რომ უყურებ ხოლმე, მე თავად ურეკამენ ხოლმე პოლიციას ტროტუარზე დაბარებების გამო, რომ აი მოდით და ეხლა დამიკვირდა, არ მომწონს. თუმცა მე ვინ მეკითხება ამ შემთხვევაში, მაგრამ ესეც გარკვეულწილად არის გარკვეული კოდი მორალურად გამარჯვებული, მაგრამ მსხვერპლად ყოფნის. ნუ არ არის ეს ნორმალური. ეს უნებლიეთ შევეცდებით რომ ამის ნორმალიზება მოხდეს. ეს არ არის, ეს ნონსენსია, მარაზმშია ეს ქვეყანა, რომელიც ტროტუარისთვის და ის პოლიციელიც რომელიც მოდის. არანორმალური ვისთანხმელი ქალები, ჩემი ერორი ბოლო თვეების არის ეს. ქალთან მოდის ქალი, იმისთვის რომ ის უფლებები იყოს დაცული, ოღონდ ეს ქალი არის საგულდაგულოდ მოვლილი. ხო, და ოღონდ შემდეგ ჩვენ ელენე ხოშტარიასგან და ძალიან დიდი მადლობა მას, რომ ეს ძალიან რთულია, რომ ადამიანმა ასეთი პერსონალური რაღაცა და ჩვენ ვიცით, ეს გაშიშვლება, შეურაცხყოფა, დაკნინებისთვის არის. კანონის დარღვევა ამ თვალსაზრისით, შემდეგ რას შვებიან ეს დამარცხებული და ეს ბრჭყელები მიწებებული ქალები. და კაცები მოძალადეები არა ხო? მაგაზე სტატია, სადაც ერთ-ერთი ქალი ყვება, როგორ ეკითხებოდა ეს ქალი პოლიციელი გზაში, რომ 2-3 დღეო რატოა პრობლემა ხალხს 10-15 წლით ვიჭერთო და გარდა ამისა, მანამდე აიძულებდა გახდას, იმიტომ რომ გურჯანში რო წაკიყვანენო, იქ მხოლოდ კაცები იქნებიან და გირჩევნია ჩემთან გაიხადო. ოღონდ გურჯანში აღარავის აღარ მოუთხოვია, მერე გახდა. ხო, ეგ ხო, ანუ ხო, აქ ეს რაღაცა ამიტომ ზოგადად ისევ და ისევ, ხო, ძალიან ალბათ ამ ყველაფერს ჩვენ კარგად გავანალიზებთ ყველა ერთად, იმიტომ რომ ჩვენ ეს დამთავრდება ეს ამბავი, ანუ ივანიშვილის ამბავი დამთავრდება და მე ისევ და ისევ დგება ის თავარი საკითხი, მე როგორ ვიცხოვროთ ამ გამოცდილებით. და პრინციპში ახლა მესმის მე უნდა ვიპოვოთ პასუხი თუ ახლა უნდა გქონდეს პასუხი. იცი რა, არასოს ისტორია არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად დავზრდა ვიფიქრო, სუქმედებაში ვართ, ამიტომ ძალიან რთულია. ხშირად ჩვენი ფიქრი მიდევნებულია ხოლმე ქმედებას, მაგრამ არა და პრინციპში უნდა ვიფიქრო. ნუ შეიძლება სწორედ და ჟურნალისტებს და მწერლებს ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა, რომ უკვე არსებულის რეფლექსირების მცდელობა იყოს. ხო, პრინციპში ხო ამიტომაც ვწერთ. იმიტომ რომ მე მართლა ამ შეკითხვას ამ ხალხთან როგორ ვიცხოვრო, ვინც კრიზისის დროს აბიჭემი ეს არისტოტელე დღეს, მაგრამ აი ისევ და ისევ არისტოტელე რომ ადამიანი თავის ჭეშმარიტ თვისებას ავლენს კრიზისის დროს და პლუს ისთან ამატებს არჩევანის დროს. კრიზისული აი რაც არის, კრიზისული არჩევანის დროს და ღმერთო როგორი სუსტები ვართ სწორედ ამ დროს, მაგრამ როდესაც ესეთი ისტორიული კრიზისები, აი აქ
აქ ხომ ნუ მე უკვე ვეღარ დავივიწყებ ამ ამბებს. პირველადი პასუხი გაქვს მაგაზე, მე როგორ ვიყოთ? ეს არის მართლა საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი, ეს მართლა დისკუსიის საგანი. კი, ეს არის დისკუსიის საგანი, იმიტომ რომ ჩვენ ხომ მუდმივად მიდრეკილება გვაქვს ქართველებს, რომ ეს წაუყროთ, დავივიწყოთ, გავაბიაბუროთ თუ ასე. არაც იყო, არა. ეს დისკუსიის საგანი, ეს პრობლემა, იმიტომ რომ ეს მე მონსტრი ეს დაბრუნდება ისე ყოველთვის. ლაშა, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მინდოდა 26 მაისის წინა მსჯელობაზე შენ ყოფილიყავი ჩვენი სტუმარი, არის ეს ერთი და სხვა წიგნებიც, მე პატარა ქვეყანა მიყვარს ძალიან, მათ მივხვდი რომ რაღაცა ისეთი იწყებოდა, რომელსაც მე გაგრძელებები ექნებოდა და კი ახდა ეგრე. მწერალი, რომელმაც პრინციპში, რაც ბევრ ადამიანს ძალიან ღლის, რომ ისი ბედი ქვეყნის ბედთან ისეა დაკავშირებული, რომ ვეღარ იგებს, სად იწყება თავისი ამბავი და საცხვისი აქციე მათ პროდუქტად, ხო, ლიტერატურად და მართლა რთული აქ გაიგო იგივე ის თვითმფრინავის ბიჭები და ნათლიის ამბავი, იგივე სხვა დანარჩენი, რაღაცა ეს შავრაზმელების დევნა, ცენზურის მცდელობები და ასე შემდეგ. ყიფეა, ხო, ზღვარი და ალბათ ყველას მთლად შენაირი გამოცდილება შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ სოციალურად აქტიურ ხალხმა პრინციპში იცის ეგ, რაზეც ვლაპარაკობ და მეორეა სურვილი, რომ თუ თავისუფალი უნდა ვიყო კაცო და დამოუკიდებელი დამანებოს ამ ქვეყანამ თავი ვეწევი, ეგეც ხო თავისუფლებაა, რომ გავთავისუფლდე მათ შორის იმ ყველაფრისგან, რასაც ეს ქვეყანა ისტორია, დრო და ასე შემდეგ თავაზობს. არ ვიცი ეგ რამდენად შესაძლებელია, მაგრამ როდის მიხვდი, რომ არ გამოდის ეგრე ქვეყნისგან. იმიტომ რაღაცა დროს ალბათ ეგ თავისთავად ხდება და რაღაცა დროს ხვდები, რომ ეგ ყოფილა შედი ბედი. ხო და მოდი ხელი მოვიტბო აქედან. ხო, იცი რა არის, ალბათ უპირველეს ყოვლისა რომ შეკითხვები მქონდა და შეკითხვებზე ვერ ვიღებთ პასუხს. და ამიტომ გადავწყვიტე უფრო ღრმად და უფრო ბევრი შეკითხვა დამესვა, თქვენ ჟურნალისტი ამაზე. ხო, იმიტომ რომ რაღაც ბუნებრივია, როდესაც რაღაც მასალაზე იწყებ ფიქრს, შემდეგ ძალიან ბევრი რამ ამოდის, ხო? საკუთარი თავისგანაც და გარემოსგანაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მით უმეტეს ეს მასალა, როდესაც არის ისტორია, რომელიც ემიჯნება პრინციპში, უпроსორად კი, რომელიც პრინციპში მიბმულია ბიოგრაფიასთან. და ამიტომ შეკითხვებით, რატომ მოხდა ეს? არ ემთხვევა ეს ამბავი ამ ამბავს? ან რატომ ამდენი მითოლოგიური ვერსია, როდესაც ლოგიკა სხვანაირია, რაღაც კონკრეტული ისტორიული ამბის და ასე შემდეგ. და სად ვარ მე ამ დროს? როგორ ვიზრდები, რა გარემოში, რატო ამდენი წინააღმდეგობა ჩვენს ირგვლივ, რატო ამდენი მათ შორის გაუგებრობა და მე ისევ და ისევ ახლა მოდი ისევ ჩემს საყვარელ მარიო ვარგას ლიოსას სიტყვებს მოვიხმობ, უკვე ისეთი ლიტერატურულ-ცენტრული პერსპექტივაა, რომ ლიოსა ამბობს, რომ ნუ გვექნება ილუზია, რომ ცხოვრებაში რაღაც ჰარმონია დადგება. ყოველთვის იქნება კონტრასტები, ყოველთვის იქნება შეუსაბამოებები, ყოველთვის იქნება რაღაც არასრულობის, არასრულყოფილების განცდა და რომანსა აქვს ეს თვისება, რომ კონსტრუქცია იყოს სრული. აი თუ ცხოვრებაში ჰარმონია არ იქნება, რომან შეუულია რომ არქიტექტურული ესეთი რომანი, როგორც ესეთი არქიტექტურული ტაძრის, ხო, აი იქ დალაგდეს. ხო, თვითონ ლიოსას ნამდვილად გონდა ხო, აი როდესაც ვერ ლაგდება, ვერც ცხოვრებაში, ვერც ისტორიაში და აი წიგნში ცდილობ, რომ რაღაცა წესრიგი. ხო, ამიტომ მაგრამ ესე ძამიშოდა, ხო, ეს ბოლო წიგნიც, რომელიც ხდება 24 წლის მერე, რა ხდება მომავალში, მომავალ საქართველოში, საიდანაც იმიგრანტი ჩამოდის, მესამე ტალღის ემიგრაციიდან. ამაზეც დავწერე, როდესაც რაც შენ თქვი, როდესაც ადამიანისთვის შეიძლება არჩევანი იყოს, რომ გათავისუფლდეს თავისი ქვეყნის, ხო, გაქცევა. არა გაქცევა, არამედ დაღლა, არამედ არა კაპიტულაცია, არამედ უბრალოდ საკუთარი თავის პოვნა და გადარჩენა. გადარჩენა. საერთოდ ტენდენცია, მოდი ამაზე დღეს მე და შენ ვისაუბრებთ, მაგრამ ზოგადად არის ძალიან საინტერესო დისკუსიებიც, რომ ადამიანი და 21 საუკუნემ შეიძლება ეს მოიტანოს. მათ შორის ამდენი უაზრო ომით. ყველა ომის საბოლოო ჯამში უაზროა, თუ კი ის არ გულისხმობს თავისუფლების დაცვას და ეგზისტენციის დაცვას დამპყრობლისაგან, როცა ის თავს გესხმის. მაგრამ ეს არის გათავისუფლების სურვილი სახელმწიფოსგან ზოგადად. ზოგადად სახელმწიფოს როგორც იდეის კრიზისი. და შეიძლება ეს მოიტანოს, ანუ
ტერიტორიული ასპექტი, როგორც დომინანტური ასპექტი მოქალაქისათვის შეიძლება და მით უმეტეს, როდესაც სამყარო აი ასეთი ჭრელია და გლობალისტურია, ხო? თუმცა ეს ტერმინი თქვა ამას არ გამოყენავს, თუმცა მაგრამ ანუ დაღლა სახელმწიფოს, ანუ სახელმწიფოს როგორც ფენომენის უარყოფა. ეს შეიძლება წინ გველოდებოდეს და ძალიან საინტერესო რაღაცაა პრინციპში. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩემთვის არის აი ძალიან შორს ვარ წავიდე ისევ და ისევ შეკითხვა. ის სწორად ცდილობა რომ სწორად დავსვა შეკითხვები და იქნებ რაღაცა გავიგო უფრო მეტი. რამები არ გადაწყვეტილა. გაიგე უფრო მეტი, თუ უფრო მეტი კითხვა გაგიჩნდა, იმიტომ რომ უკვე მომავალში წახვედი, ცხადია. ხო, არა, პასუხს ვერ მივიღებთ. ერთმნიშვნელოვნად და ეს არ არის რაღაცა ბანალური პასუხი, მაგრამ ყოველი შემდეგი შეკითხვა ეს არის რეგულარული მეტის და მეტის გაგების ძალიან დიდი შესაძლებლობა და ნუ საინტერესოა და საინტერესო ვერ ამოვწურავთ. ამიტომაც არის ხო წიგნების კითხვა, კაი, ერთო საკითხო, მე მეორე მოგო, მე მესამე მეხუთე. ხომ და ასე მეტით რო გრჩებოდეს, მეგონი ავტოკრატია ერთ-ერთი რასაც ცუდ საქმეს გვიკეთებს, ეგ რომ ნაკლებით რო გრჩება. იმიტომ რომ სულ გურა თავს გვახდებს მოვლენას. ავტოკრატია რო სულ მოვლენა, სულ ამბავია, საზიზღარი ამბავი, რომელსაც ვერ იშორებ. კარგად რო დაფიქრდე, დიდად არც არის ამბავი. არ არის, მაგრამ ნუ ტერორი რა არის, ხო რომ მუდმივად შენ ყავდეს ადამიანები ჩართული ისეთ მარაზმში, ისეთ მოვლენებში, რომელიც ასაკურებ მოვლენა არ არის, მაგრამ აი რაღაცა პროცესი, რომელიც არ აგვირჩევია. ჩვენ ეს, ანუ სიამბეში სულ სხვა რაღაცას უნდა ვაკეთებდეთ. მთელი ეს 14 წელი ბოლოს ხვას რომ დავიდავანებოთ. ანუ სხვა რაღაც, ანუ რამდენი დრო დაგვეკარგა კიდევ. და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში რა არის ყველაზე ემოციური ამბავი, რაც გიყვარს ისტორიის თვალსაჩინით მთელი ამ როცა გინდა თუ გინდა იმიდან ძველი წელთაღრიცხვიდან როცა სახელმწიფო არ ქონდა ხო აი ეს ბოლო წლები თუ კი ჩვენ ავიღებთ იმ საქართველოს რომელშიც ვიზდებით და ჩვენ ერთადაც იზრდება გულისხმობა ისო 90-იანებიდან საქართველოს მართლაც ახალს არაფერს არ ვიტყვით რომ ყოველ 9 აპრილს ძალიან დიდ სიხარულს და სიამოვნებას მგურის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის მოსმენა და ეს ცნობილი გამოსვლა რომ აი ეს გარდაცვლილთა სულები დაგვცერიან ჩვენ და აი ძალიან დიდი ამბავია და ყოველ ჯერზე მიკვირს კიდეც რომ ყოველ ჯერზე როგორ გვახარებს ეს ყველაფერი ხო სომერსეთ მოიმსუწერია სადღაც რომ ბრიტანეთის თუმცა ძალიან უსწაურის რომელ ბრიტანეთს გულისხმობს იმპერიას თუ მხოლოდ კონტინენტს რომ აი ამ კონტურების ხილვაც კი რუკაზე რაღაც გარკვეულ უცნაურ ჟურნალს მგურისო. თუ უკვე ხანდაზმო. ხო ეს ყველაფერი კავშირშია, ხო? ჩვენთან ტკივილთან არის უმეტესად, როცა საქართველოს უკას დავხედავთ, ეს დაკავშირებული მართლა ტკივილი, უცნაური დანაწევრებულობაა, ხო? რაღაცა ფორმა უნდა გქონდეს, რაღაც მოდელთან უნდა მივიდეს, ხო? მაგრამ ხო, აი ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა, რომელიც აი ამ რამდენიმე წუთში თავსდება წარსულიც, აწმოც და მომავლისადმი პერსპექტივას თავი რომ დავანებოთ პერსონალურ ამბებს. აი ეს ამბავი მახსენე. და ყველაზე უფრო დიდი შეცდომა თუ სიბეცე ამ ბრძოლაში სად გამოიჩინა ამ მშვენიერმა ქვეყანამ და მისმა ლამაზმა ხალხმა. არა, ნუ თავისთავად ცხადია ეს არის 91 წლის მიწურული, როდესაც გამოგვეპარა საბჭოთა კავშირის გრევა 91 წლის დეკემბრის ბოლოს, ხომ? მართლა გამოგვეპარა ტყვიების სროლაში. და ეს რასაკვირველია იყო ინფანტილურობა, თავისუფლება როგორ მოვიდა, ეს იყო რასაკვირველია მანიპულაცია სპეცსამსახურებისა, თუმცა ეხა მანიპულაცია ვერ მოხდება, თუ კი შენ არ გაქვს ამის მზაობა და ამის ამ ეგზალტაციაში არ ხარ, სხვა ყველაფერს დავიდავანებოთ, რომ გარდა იმის, რომ პოლიტიკური ინტერესები იყო თანამდებობრივი კონკრეტული ადამიანების, რომ აი ეხლა მე მინდა ისე ვიყო უფროსი და ასე შემდეგ. ანუ ეს ცალსახად ამ ტრამვა მრავალგვაროვანი ტრამვაის 91-92 წლის პუტჩი. და აქ გმირები და ანტიგმირები აქ უკვე ერთი სურათის ხო სვერპლი და პროტაგონისტები და ანტაგონისტები, მაგრამ რაღაცა ერთი საერთო სურათი აქვს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი. აი ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. და ყველაზე დიდი შეცდომა სწორედაც არის უკავშირდება სწორედ დროის დაკარგვის ამბავს. დროის კარგვა. ამიტომაც თუნდაც სააკაშვილის ხელისუფლების მიმართაც კრიტიკული ვიყავი და ეს რაღაც მანტრა უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ტროლები მე რეგვეტყვია რომ სადღაც უკაცრავად და ფეხებზე მკიდია რა სიტყვიან, მართლა ვიყავით კრიტიკულები ყოველთვის, მაგრამ აი ახლა რასაც ვაფასებ იმ ხელისუფლების პირობებში იყო ის რომ აი თუნდაც ისტორიის პერსპექტივიდან რომ თუ როგორი მცდელობა იყო კომპენსირების, მოდერნიზაცია, რეფორმები, ასე შემდეგ და როგორი
მაინც საბოლოო ჯამში კონტექსტი, სოფლიო პოლიტიკური კონტექსტი როგორ არ იყო ჩვენი სასარგებლო, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად რუსეთის მიმართნდობა, რომელიც ასევე პრობლემაა კოლექტიური დასავლეთის 91 წლიდან ეს ცნობილი ჩიკენ სპიჩი ბუშის იმიტომ რომ ხო, რომ ანუ მოდით ვენდოთ ტრანსფორმირებულ რუსეთს, რომ აი 91 წელს დამთავრდა საბჭოთა კავშირი და ეხლა აი ეს პიჯაკებიანი ხალხი და აი ესენი ეხლა ტრანსფორმირდა დემოკრატები არანა ეს იყო და ეს ჩვენ ვიცოდით ქართველებმა, უბრალოდ არავის არ ჯეროდა რატომღა ჩვენი, იმიტომ რომ იქ ძალის ლოგიკა იყო დიდი სახელმწიფოების, ნუ ეს მოხდა უკვე ყირიმის მერე ცხადი, ანუ ეს პრობლემა, დაკარგული დროის პრობლემა, მასე პროს დიდი მადლობა. ხო, ეგეც კაი გადაცემა იყო, დაკარგული დრო. დალაშა, რას წერ ვხედავთ და რა განუგეშებს გარდა ტიმოთი სნაიდერისა და ტიმოთი სნაიდერის ისტორიის წარმოება. ის არ განუგეშებს. არანაირად თვითონ არის ისტერიკაში ტრამპის მერე. და გაიქცა საერთოდ ამერიკიდან კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, არადა ძალიან ჭკვიანი კაცია და დღეს ისტორიას როგორ სხვადასხვა და პოლიტიკას ვერ ახსნით თუ არ ფილოსოფოსობ. ამიტომაც ხშირად უსმენთ, ხომ? ანუ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ რაღაცა ლოგიკის დანახვას ამ ყველაფერში. ლიტერატურაც გვეხმარება, რატო გახდა აქტუალური დისტოპიური ლიტერატურა? ასევე ცდილობთ დისტოპიური ტექსტებიდან გამოვიზდოთ ავტოკრატის და დიქტატორის ლოგიკა და მათ შორის იმ საზოგადოების ლოგიკა, რომელიც ასე შეხმატკბილებულია დიქტატორთან. ხო და რომელი დაგეხმარა ამ ამბავში? იცი რა, ამ შემთხვევაში ბოდიში ვიხდი სუბიექტურობისათვის, მაგრამ დამეხმარა ჩემივე უნარი, რომ რაღაცა დამეწერა ამაზე. იმიტომ რომ თუ კი ამას, ხო, ეს წმინდა, ასე ვთქვათ, ასევე ავტოთერაპია, გარდა პროფესიული სურვილისა და უბრალოდ რო გინდა მოყვე რაღაცა და სხვანაირად არ შეგიძლია, მაგრამ ეს რაღაცნაირი ნუგეშია, იმიტომ რომ მართლაც ცდილობ რაღაცაზე უფრო კონცენტრირდე, რაღაცა უფრო დაინახო შენშიც და აღიარო. რაღაცები უნდა აღიარო, რაღაცები დაინახო სისუსტე თუნდაც რაღაც გარკვეული შეცდომა, ან ღრმა შეცდომა, ან რაღაცის მოლოდინი, რომელიც ასე გაგიწრუბდება, რაღაც როდესაც ხვდები, რომ შეიძლება ობიექტი იყო მანიპულაციის და ასე შემდეგ. ამას სახელები უნდა დაარქვეს და დაინახო. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. დალაშა, წეღარო სხვების გულის დამწყვეტი რამე თქვი, რომ ხალხი რო ურეკავსო, არ მომწონსო, ეხლა მე ვიკითხავ ეგეთ კითხვას, ხო არსებობს ხალხი, ვინც თulis, რომ ეს 500 მე რაღაცამდენი დღის პროტესტი პრინციპში უკვე დამთავრებული და წაგებული ბრძოლის არაღიარებული ნაშთებია. მაგას არ იზიარებ? ისე ჯერთ საერთოდ ძალიან უხერხული მგონი ამაზე ლაპარაკი მართლაც, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ არა, ვინაიდან ეს დაანალიზეთ, არა, შეზეგერმა არსებობს აზრი მაინტერესებს. არა, პრობლემა არის ის, როდესაც პროტესტის ფორმატს მოიხელთებს დიქტატორი, რომ დეტერმინირებულია. მე ვიცი ეს სადმივა, ამიტომ უადვილდება გამკლავება, ასე ვთქვათ. და ამიტომაც ხო, ბევრი ასე ვთქვათ პოლიტექნოლოგიის ექსპერტი, მათ შორის ძალიან სერიოზულიც და საინტერესოც და ისტორიიდანაც მაგალითები, რომ სწორედ იქ არის იქ იბნევა და იქ საბოლოოდ კი იშლება ავტოკრატიას და დიქტატურას, როდესაც ყველაფერი არის მისთვის მოულოდნელი. აი, როდესაც უკვე წინასწარ განსაზღვრულია, როდესაც უკვე მიხვდა, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ ფორმატთან გამკლავება, შემდეგ იქ ბუნებრივია პროტესტსაც შესაძლოა პრობლემა გაუჩნდეს. ცხადია, შეიძლება ასე ვთქვათ, მაგრამ ის რომ ჩვენ დავიწყოთ კრიტიკა რუსთაველის ვთქვათ პროტესტის არის სრულიად უსამართლო და არაადეკვატური, იმიტომ რომ რას უშლის რუსთაველის პირიქით ეს რაღაც გარკვეული კერა, ხომ ადამიანებს როცა უნდათ არის ძირითადი ასე ვთქვათ უკვე თავისი ასე ვთქვათ მასპინძლები ამ პროტესტის თუ სხვა არ ვიცი როგორ ვუწოდო, რომელიც აი ამ კერას ინარჩუნებენ, მაგრამ ვისაც რაიმე ინიციატივა აქვს და აქვთ კიდეც და ამიტომაც თქვი ცოტა უფრო ზევით, რომ სადაც კი შეგვიძლია, რომ უფრო ძლიერები ვართ, უფრო საინტერესონი ვართ, უფრო შესაძლოა ეფექტურებიც კი ვიყოთ, გამოგძებნოთ ეს სივრცე. დიქტატურამ შეგვიზღუდა სივრცეები, ხო? ბუნებრივია და მუდმივად ცდილობს, რომ ამ წნეხში გვამყოფოს და 1000 გვარ კიდე სხვა, ასე ვთქვათ, რეპრესიულ მოდელს იგონებს. მაგრამ აი აქედან შეიძლება გამოსავლად მე მივიჩინო ისევ და ისევ. მოდი აქ ცოტა აბსტრაქტულად ვიტყვი, იმიტომ რომ კონკრეტულადაც მეც კი მიჭერს ახლა ლაპარაკი, მაგრამ მიზანი, რაღაც კონკრეტული მიზანი, ოღონდ კოორდინირების შემთხვევაში, არა ისე დანაწევრებულად და გაურკვევლად, როგორც ეს მუნიციპალურ არჩევნებზე მოხდა, თუ კი მაინდა-მაინც ამ სიბრტყეში გადავალთ. თუ ვამბობთ, რომ 28 წელი როგორ? ეს 28 წელი, როდესაც არის არჩევნები. ხომ იქნება, ხომ მოვა ეს თარიღი. აი როგორ და ეს თარიღი მოვიდა გუშინ ლამისაა. უკვე მოდის.
საარჩევნო კამპანიას ატარებს ქართული ოცნება, თავის ამ შვილებით რო დადიან ახალი დინასტია ივანიშვილების, ეს მეორე ბავშვი რო დადის ახალგაზრდა კაცი, რომელიც დახვეწინათ ლაპარაკობს, ხო? ხო, ესე იგი ისინი მათ ჭირდებათ ახალგაზრდები, ისინი მიმართავენ ახალგაზრდებს. საარჩევნო კამპანია ასე თუ ისე, ჩემი აქმით დილეტანტის დაწყებული აქვს. თუ კი ჩვენ ვამბობთ, რომ ეს თარიღი მოვა და საწავა ეს თარიღი, რა ტიპის შინაარსი გვაქვს? ხო? ვიმეორებ, თუ ის შინაარსია, როგორც მუნიციპალურ არჩევნებზე იყო, რომ იმ კომბინაციით იყო ის ორი პარტია, რომელიც ყველაზე მეტად აწყობდა საბოლოო ჯამში ივანიშვილს, იმიტომ რომ დაყოფილობა იყო, ანუ როდესაც იყოფა და იშლება ხალხი, ბუნებრივია ეს ხომ დავით, თუ კი დიდეს საკითხვა არ არის ამისათვის საჭირო. ეს კლასიკური მოდელი დიქტატურის. თუ კი ჩვენ ვართ კოორდინატორი, თუ კი ჩვენ ვცდილობთ, რომ როგორც არ უნდა იყოს, საზოგადოება არის გაერთიანებული, პოლიტიკური კლასი არის შეთანხმებული, კონცეფცია და თუ კი როგორ მივდივართ მე ვფიქრობ თუ თარიღისკენ არა, გარკვეული ამოცანა უნდა გქონდეს. ამოცანა უნდა გქონდეს, პოლიტიკური ამოცანა უნდა გქონდეს ნებისმიერ შემთხვევაში. აგერი მე ათეთხსენებული, ამ კაცს ალბათ ყური გაუწით და რომელ კონტინენტზე θα უნდა იყოს, ტიმოტი სნაიდერი სულ ამას ამბობს. ანუ თუ უნდა იყოს გარკვეული წერტილი, საით მიდიხარ. მოდი 26-ში ორივე მივწეროთ წერილი. მოდი მივწეროთ. მივწეროთ. კაი, ბოლოს წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა, საქართველოს შესანიშნავი დამოუკიდებელი ქვეყანა დაადგა იმ გზას, რომელსაც გადაუხვია და ასე შემდეგ. აი თუ წარმოგიდგენია ესეთი 26 მაისი, როგორიც ამ დღეს წინაპართა სულებს და ასე შემდეგ შეშვენის და კარგი იქნებოდა, რომ ეგეთი იყოს. როგორ იქნება განსხეულებული? ხო, რა კიდია პარლამენტის შენობაზე, ვინ ამბობს სიტყვას? ეხლა ძალიან შეიძლება ისეთ რაღაცას ვიტყვი. ნუ სცენარის საწერა არ მინდა. სიამოვნებით მოვისმენდი დაის პარლამენტის კიბლებს. ამისთვის ამზადებ. ხო, იადაგსა წიგნებით და პოდკასტებით. მოდერნული დადგმა დაისი, სადაც ის პირვანდელი შინაარსი დაბრუნდება, რომლის გამოც შესაძლოა ჩემ პოდკასტში რომ საუბრობ. ვინ არის რეჟისორი? ზაქარია ფალიაშვილი. უნდა იყვნენ რასაკვირველია პროტესტის მონაწილე ახალგაზრდა რეჟისორები, მომღერლებიც დარწმუნებული ვარ, რომ პაატა ბურჯულაძეც იქნება იმ ფორმაში და ის ვოკალურ რომი ცანგალას პარტიაში ასრულოს, როგორც ერთად შესანიშნავად მღეროდა ყოველთვის ცანგალას კუპლეტებს დაისიდან, მაგრამ რატო ეხლა ძალიან ეს მხატვრულად აი ამ ეთნოგრაფიზმისგან რო გათავისუფლდეს დაისი და შესაძლოა ხო ზაქარია ფალიაშვილი წერდა იმ მოლოდინით რომ 24 წელს ან მალე რაღაცა მომხდარიყო. ტყუილა არ მღერის იქ კიაზო თავისუფლება დღეს ჩვენი და ტყუილა არ ხსენებულა იქ ჯეჯილი და გადათელილი და კარზედ მომდგარი წვდიადი და ასე შემდეგ. აი ესეთ რაღაცას დავინახავდი. მე განვარტა რომ ლაშა აღრმავებს ცოდნას იმის შესახებ რომ დაისში სინამდვილეში ეს არის მარო მაყაშვილის ეს მაროს დედისგან ვიცით. თამარ ბაგაბაშვილი რომ ეძიხსენებს რომ ზაქარია ფალიაშვილმა თავად უწოდა განა ლეგენდების შეთქმა შეცვლაში და გადანაშაულე განვარტა. დიდი მადლობა. ხო, დავაზუსტეთ. ხო, მაგრამ თავისთავად ის რომ რაღაც გარკვეული საზოგადოება, ანუ თავარ რაღაცაზე შეთანხმებულობა უნდა ჩანდეს 26 მაისშიც, რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, განსხვავებებისა, ჩვენ უმთავრეს რაღაცეებში ვთანხმდებით. ეს არის სახელმწიფო, ეს არის მისი თავისუფლება, ეს არის მისი ევროპულობა, სადაც ჯარისკაციც, პოლიციელიც, ექიმიც, ჟურნალისტიც, მწერალიც ყველა ერთიანია. და სადაც ჩვენ უკვე იდეალურ სამყაროს ვსახავ, სადაც გათავისუფლებულები არიან ადამიანები აი ამ манипуляციის ძალიან დიდი მავნებლური შემოტევისაგან, სადაც თუნდაც შეიძლება, როდესაც პოლიციას უყურებდეთ, აი ახლა დავინახე, ჯარისკაცები, რომლებიც მოდიოდნენ და შემშინდი, რომ შეიძლება აი აქ ჯარისკაცებიც კი უყურებენ პროპაგანდისტულ არხებს, სადაც ადგაბნა ხვდება ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე, ხო? იმიტომ რომ იმდენად ტვინის გამორეცხვა შეიძლება. მილიონები რომ, ხო, ნუ ჩვენ სამწუხაროა რომ პოლიციელებში ამის მაგალითები გვაქვს, ხო, სადაც თურმე ევროკავშირია საქართველოსთვის მტერი და არა პუტინისტური ბრჭყალებში მართლმადიდებლური რუსეთი. აი ეს ადგაბნა სადღაც აღარ იქნება. სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს, სად არის მტერი, ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. თუ კი ლიტერატურას უყვარს ამბივალენტურობა და სადაც შავი და თეთრი არ არსებობს, ისტორიაში შავი და თეთრი უნდა არსებობდეს. ანუ შეფასების თვალსაზრისით ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად არის პრობლემა. ორჯონიკიძე ყოველთვის პრობლემაა საქართველოში. ინტერპრეტაციების მიუხედავად.
მოდი ახლა ცუდ სცენარსაც და მაგით დავამთავრე. ცუდი სცენარი დავწერე ერთი ეპიზოდი, თუმცა ბოლოს მაინც კარგად დავამთავრე. ხო და აი ცუდი სცენარი საქართველოს აგრძელებს ესე ცხოვრებას, მომავალ წელს ყავს უფრო მეტი პოლიტპატიმარი, გაცხადებულია რომ 2028 წელს იმ ევროკავშირთან ასოცირებას, რომელიც 24-ში შევწყვიტეთ 28-ში განახლების იმედით ითქვა რომ მორჩა აღარ განაახლებს, იმიტომ რომ ეს აღარ არის საჭირო. და ნუ მეტი ადამიანი მიდის ქვეყნიდან, პროტესტი აღარ არის, მაგ შემთხვევაში როგორია? და საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოა, მრავალფეროვნება მოიკლა. მაგ შემთხვევაში როგორია შემდეგი 26 მაისი? ანასტასია, ბუდისტ ვიხდება რა გონიო ჩემ რომანს ყვები. ისინი ჯერამაგაკ წაკითხული, უკაცრავად არ ჩათვალო რომ ამის რეკლამირებებს ვთილობ არ არის. იცი რა არის? ხო იცი ერთი მწერლის ბევრ წიგს რო წაიკითხავ, მე ადვილია მასაც გაგაიგო გამოსასწორებიცადე. მაგრამ არა არის, ხო, სინამდვილეში ხო, აი ამ წიგშიც ჩემი შიშების პროექცირება ცადე, მათ შორის მიუხედავად რომ პირველ რიგში დასასრულს არ მოუყვები არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ხო, აი ეს მოხდა, აქაც ემიგრანტი, რომელიც წლებისა და წლების მერე ბრუნდება ისეთი ტიპის საქართველოს ნარჩენში, რომელიც გულისხმობს რაღაცა სიზიფესეულ მდგომარეობას, ანუ რა არის ჯოჯოხეთი, ხო, ციკლურობა და ლოდი, ერთი და იგივე რუტინა, რაც ჩვენ ვართ ახლა, რუტინულობის განცდა, ხო, სადაც ცვლილება არ არის თითქოს და სადაც რაღაცა ქმედება აქვს აბსურდის განცდა და ჩამოდის იმ პირობებში, სადაც უკრაინამ გაიმარჯვა, ანუ პარადიგმა შეიცვალა და ადამიანებმა უნდა გაიხსენონ და არის დამკვირვებელი ის არჩევნების არჩევნებზე. ანუ ადამიანები უნდა გაიხსენონ, რომ არსებობდა არჩევნები და არჩევანი უნდა გააკეთონ. იმიტომ რომ შეიძლება ამ მეხსიერებიდანაც გაქრეს. და ჩამოდის ისეთი ტიპის რეალობაში, სადაც ნახევრად ჩაკეტილიაცა, გადაკეტილია გვირაბებით და ვისაც უკვე წაკითხული ქონდა ეს სიგნი მითხრა რომ რაღაცნაირად არა იმიტომ რომ უბრალოდ პროვიდენციალურობასთან კი არ არის საქმე, უბრალოდ ავტოკრატია ძალიან ერთსა და იმავე ლოგიკას გულისხმობს, ხო? ჩაკეტილობა, დახუფვა, შეკუმშვა, რასაც ეს კაციც აკეთებს, ხო? თავისი შუშის სასახლეები თუ თავისი ეგზოტიკური პარკებით და მათ შორის მიღწე შეუძლებელი როა რომ ხო თვით ჩაკეტვასაც ჩაკეტვა, ანუ ჩვენი ენა, ხო, ჩვენი ნარატივიც ხო ვერ აღწევს. ხო, ანუ იმედისა და რუსთავიორის და პოსტივის მაყურებლებმაც პრინციპში ხო არიციან, რომ მილიონზე მეტი შეგროვდა ილია-უნის სტუდენტების მე. არიციან. არა, მათ ისიც არიციან, რომ ბავშვებს პრობლემაა. აბსოლუტურად არიციან. მათ იციან, რომ სახელმწიფოს რუნავს ბავშვებს. ცხადია და არც ის იციან, რომ მათი საკებარი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ციხეშია. და კიდე სხვები და სხვები. ან თუ კი ვიღაცას რაღაცა განცდა, რაღაც სენსორი, მას უწევს რომ გადმორთოს შემდეგ, თქვათ, ან თქვენ მედიას შეხედოს შეავლოს თვალია სხვადასხვა. მაგრამ ნუ პრინციპი ეს ჩაკეტილობის ეს შეიძლება მოხდეს, ანუ დანაწევრების შემთხვევაში შეიძლება რომ ვაკუუმში აღმოჩნდეთ. და ცუდი სცენარი ეს არის. ანუ როდესაც პრინციპში კარგი ადამიანები თუ ახერხებენ, გააღწევენ აქედან და დეგრადაციის რაკი გამოცდილება არსებობს და თავისუფლების არქონის პირობებში თუ კი არსებობს პრინციპში ეგზისტენციალური ფიზიკური არა, მაგრამ არსობრივი სიკვდილის გამოცდილება, რომ ისტორიულად გაუქმებულები ვიყავით ჩვენ და ამან ძალიან დიდი ბუნებრივია დაღი და გვასვა, მაშინ ეს დეგრადაცია გარდაუვალია. მაშინ საქართველოს როგორც ფენომენი გამქრალია. ეს შესაძლებელია. და ამ ცუდ სცენარში რაღა რჩება ამ ქვეყნისგან ისეთი, რაც გვიყვარს და მოგწონს. ანუ რამე ნაკვერჩხალი არის, რაც რჩება თუ ამ მინდა ცოტა რომანს გავხდეთ, რომ არ გავყვე. ხო, იცი რა არის ადაპტაცია, შემგუებლობა, სადაც კი შესაძლებელია, ეს რაღაცა კვაზი კიჩური საქართველოს მოდელი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს. მაგრამ ეს ის არის, რაც ჩვენ არ გვიყვარს, შემგუებლობა და კვაზი. ხო, მაგრამ ასევე ადამიანური ინსტინქტია ასევე რომ თუ კი ხა ძალა ვისაც აქვს, იმასთან ხარ ადაპტირებული. ანუ კარგი რა რჩება, კარგი რჩება. ნაკვერჩხალი. კარგი რჩება, იცი ცუდ სცენარში. კარგი არაფერი რჩება. კარგი რჩება მხოლოდ იქ, სადაც ადამიანები დაატარებენ თავის თავში თავისუფლების იდეას, სადაც მე ვარ იქა გერმანია, ამით დავიწყე ლაპარაკი. ცუდ სცენარში საქართველოსგან არაფერი დარჩება და მათ შორის არანაირი კარგი. და ეს არ არის რაღაცა მხოლოდ ლიტერატურისთვის მოგვაძლევს. ხო, ეს არ არის რაღაცა ბრაზიანი წინასწარმეტყველები ბიბლიიდან, რომ ხო, აი ესე იქნება. იმიტომ რომ უნდა გადარჩეს საქართველო, რომ გადავრჩეთ. ნახოთ აბა შემდეგ წელს რომელ სცენარში შევხვდებით. ნახოთ. მადლობა. დიდი მადლობა.